მაშ სარაუმშვიდობის სახელას კეთილი დაბრუნება პარაბელუმზე. ჩემთან ერთად არიან გენერალი პაულო კაპიტინი და დანიელე მორო. და დღეს საღამოს ყველაფერზე ვისაუბრებთ. რა თქმა უნდა, დავიწყებთ ტრამპის, ჰორმუზის, ირანის საკითხით. რადგან უდაოა რომ ტრამპმა რაც გააკეთა და მე უკან წაიღო, იმიტომ რომ ყველა მიცის ტრამპს 12 საათში შეუძლია აზრი შეიცვალოს, მაგრამ ზიანი რჩება. შეიძლება აზრი შეიცვალო, მაგრამ ის განცხადებები, რასაც აკეთებ, სხვებს ასე მარტივად არ ავიწყდებათ. ის იდეა, რაც ბოლო საათებში ჰქონდათ, იყო ის, რომ ამერიკელები თითქოს რაღაც რეკეტს აწყობდნენ, ანუ ორმუზზე 20%-იან გადასახადს აწესებდნენ. რაც მე უთხარი, ეს არის ყველაზე სულელური რამ, რაც შეიძლება ითქვას. განსაკუთრებით ქვეყნისთვის, რომელსაც აქვს ზღვის გასასვლელი, რაც ყოველთვის აძლევდა ძალის პროექციის შესაძლებლობას ამ ზღვის გასასვლელის გამო. ეს ვერასდროს იქნება დაბლოკილი, რადგან საზღვაო ძალას ყველა ინტერესი აქვს, რომ სატრანსპორტო მიმოსვლა ღია იყოს. ეს არის ერთ-ერთი პირველი რამ, რაც კიდე გააკეთო, რაზეც დაფუძნებულია იმპერიის ყველა სტრატეგია. ნაპოლეონის ომის დროიდან პრაქტიკულად ინგლისელებს სულ ინტერესი ჰქონდათ, რომ ყველაფერი ღია დაეტოვებინათ, რადგან ეს იყო ერთადერთი გზა კონტინენტური ეკონომიკის დასახრჩობად, მაგრამ არა საკუთარი ეკონომიკის. ესეთი რამ სხვასაც აკეთებს, თუ ის ამბობს, რომ ამის გაკეთება უნდა, მაშინ სხვებიც ჩათვლიან, რომ თავადაც შეუძლიათ ამის ცრა და ეს ხსნის პანდორას ხუთს, სადაც ყველა შეიძლება დაიწყოს თქმა. შესანიშნავია, ეს ზღვის ნაწილი ჩემიაო. აქ 20 სიხდიან, იქაც 20-ს ასე თყოდნენ მალადის სრუტეში მყოფებს. ანუ ყველა გამომძალველი, ვინც სამხრეთ ჩინეთის ზღვაშია. რა სიტყოდნენ იემენელები, რა სიტყოდნენ ეგვიპტელები, რა სიტყოდა თურქეთი, ან ბალტიისპირელები და დანია. ისე კარგად შეეძლოთ იგივე სკაგერაკში დაეკეთებინათ, ან ინგლისელებს სკაგერაკში, ან სხვებს, შეიძლება ყველა დაიწყოს მსგავსი რაღაცის კეთება. არ მგონია ეს ვინმესთვის კარგი იყოს. წარმოიდგინეთ, თუ საქონელი, რომელიც ჩინეთიდან გადის, უნდა გადაიხადოს. ბაჟი მალაიზიასთან რო გაივლის, ბაჟი ეგვიპტესთან რო გაივლის, კიდევ ერთი ბაჟი, როცა მაგალითად დანიაში ჩავა, ეს არასდროს დასრულდება. ეს საერთოდ არ არის იდეა. ეს არის საინტერესოა, რომ სულ რამდენიმე საათში უკან დაიხია თავის გადაწყვეტილებაზე, ეხლა კი რა დროა. 21:04 საათია, შეიძლება 21:05-ზე ჩემი სიტყვები უარ ქონდა თქვენ, რომ სხვა ტიპის შეთანხმებას ეძებენ. ამან ბაზარზე ცოტა არეულობა გამოიწვია, მაგრამ განსაკუთრებით ეს ომი, რომელიც გრძელდება, რაც აშკარა იყო, რომ შეთანხმება არ არსებობდა. მოთხოვნები ერთმანეთისგან იმდენად განსხვავდებოდა, რომ აბსურდული ჩანდა იმის თქმა, რომ დიახ, ყველაფერი გაკეთებულია. ჩემი აზრით, ეს პროცესი გაიწელება და არ მგონია, რომ ეს თვითონ ტრამპისთვისაც კი იყოს მომგებიანი, მით უმეტეს რომ მალე შუალედური არჩევნებია. და გააგრძელო ომი, რომელიც დასრულებულია, რომელსაც ვერ ხურავ და რომელიც მხოლოდ შეიძლება გაუარესდეს ამ პირობებში. ერთადერთი, ვინც ამით სარგებლობს, რა თქმა უნდა, ისრაელელები არიან ჩემი აზრით, რადგან მათ ნამდვილად ყველაფერი აქვთ მოსაპოვებელი. ეს გამკაცრება, მათ შორის პირად დონეზეც, რადგან შემდეგ ტრამპი ასეთ რაღაცებს გულში იხევს. პირად დონეზეც კი აღარ ახსოვს როგორ დაიწყო ყველაფერი, მაგრამ იწყებს პირად დონეზე კამაც. მაშ, სწორედ შენით დავიწყებ დანიელე, რადგან ამ საკითხებში კარგად ერკვევი. და ეს ცვლილება 12 საათში შენს თვალწინ მოხდა. რას ფიქრობ? მადლობა მოწვევისთვის და მოგესალმებით ყველას, მათ შორის მათაც ვინც გვისმენს. ალორა მაშასე, ჩემი შტაბეჭდილება ასეთია. თუ დაფიქრდები, როცა დღეს დილით მან თქვა, რომ ჰორმუზის სრუტის უსაფრთხოებას თავად უზრუნველყოფს, ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა უპასუხა: არა, პრეზიდენტო, ამას ჩვენ უზრუნველყოფთ და ჩვენ თქვენგან ბევრად ნაკლებს ვითხოვთ, ვიდრე ტრამპი გთხოვთ. ეს საკითხი, რომელიც შენ წამოწიე, მართლაც გამორჩეულია. იმ აზრით, რომ ჰორმუზი საერთაშორისო წყლებში მდებარე გასასვლელია და მსოფლიოს არც ერთი ქვეყანა ვერ დაიკავებს მსგავს პოზიციას. თუ არა, ეს მეკობრეობა არაფერ შუაშია. თუ შენ გადიხარ არხზე, არ ვიცი, სუეცის ან პანამის არხზე, სწორია რომ გადაიხადო არხის შენახვასა და მოვლაზე, მაგრამ საერთაშორისო წყლებში ეს უკვე სხვა საქმეა. ეს არის საერთაშორისო თანაცხოვრების საკითხი.
და სწორია ის, რასაც შენ ამბობ, რომ ასია. ეს არის პოზიცია, რომელზეც იმ მომენტში, როდესაც ტრამპი იგივე დონეზე დადგა, ირანელები, რომლებიც ბლოკავენ ჰორმუზს, საერთაშორისო საზოგადოებამ დაგმო, რადგან ისინი უკანონო ქმედებას ჩადიან. ხედავ, რომ ამერიკის კონგრესშიც, ამერიკულ მედიაშიც ბოლო საათებში ბევრმა გააკრიტიკა იგი. ვიღაცამ კიდევაც დაინახა. ტრამპის წარსულიც ამას ამბობს. ამან ნავთობის ფიუჩერსებზე ითამაშა და ამით დღესაც გამდიდრდა. მერე არის რაღაც თეორიულად 7 წუთის წინ, მირკო. 7 წუთის წინ მან უპასუხა. ჰორმუზის ბლოკადა, ანუ ამერიკული საზღვაო ბლოკადა, იწყება იტალიის დროით 21:00 საათზე. საინტერესო იქნება ამ საუბრის განმავლობაში ვნახოთ, თუ იქნება რაიმე განვითარება. მეორე საკითხი, დღეს მოხდა მეორე ფაქტი, რომელიც დიდ სირთულეში აგდებს ტრამპს. ირანელებმა გააგრძელეს ამერიკული ბაზების დაბომბვა სპარსეთის ყურეში, რითაც აჩვენეს, რომ ამერიკელები ვერ იცავენ არა მხოლოდ ყურის ქვეყნებს, არამედ საკუთარ ბაზებსაც კი. საკუთარ ბაზებს ყურეში, რაც სიმეტრიული მოვლენა, ეს ყველა ვნახეთ გენერალ კაპიტინისთან ერთადაც კი ბოლო კვირებში, იმასთან ერთად, რაც რუსებს ემართებათ, რომლებიც ვერ ახერხებენ საკუთარი ნავთობგადამამუშავებელი ქარხნების დაცვას, ასე რომ შენ გაქვს ორი დიდი ძალა. ერთ მხარეს ამერიკელები, მეორე მხარეს რუსები. განსხვავებულ კონტექსტში, რომლებიც სინამდვილეში არც ისე ძლიერები არიან. და ამით დავასრულებ. ჩემი შთაბეჭდილება, ამაზე რამდენიმე წუთით ადრე ვსაუბრობდით, სანამ ვებტას დავიწყებდით, ჩემი შთაბეჭდილებაა, რომ კიდევ ერთხელ ტრამპის რუკან ნამდვილი სტრატეგია არ დგას. ანუ ტრამპს აქვს იმპულსური რეაქციები, აქვს გარკვეული მხარი პოზიციები, მაგალითად შუალედური არჩევნები, სადაც აშკარაა, როდესაც ის ყოველ ჯერზე ამძაფრებს სიტუაციას ჰორმუზზე, ბენზინის ფასი იზრდება, მაგრამ ეს აშკარაა. და რაც უფრო იზრდება, მით უფრო უკმაყოფილო რჩებიან მისი ამომრჩევლები. მეორეს მხრივ, თუმცა იკვეთება ნამდვილი პრობლემა, რომელსაც უკვე რამდენიმე თვეა ვიხილავთ, ანუ ის, რომ ნამდვილი მოლაპარაკება არასდროს დაწყებულა. მას შემდეგ, რაც ტრამპმა და ნეთანიაჰუმ განაცხადეს, რომ სურდათ ირანის რეჟიმის განადგურება და მათ ეს ვერ შეძლეს, არასდროს დაწყებულა ნამდვილი მოლაპარაკება ირანელებთან სანდო კომპრომისის ცდელობა. მხოლოდ ზავებია, რომლებიც ყოველ ჯერზე ირღვევა იმპულსურობით და ეს არის ჩემი აზრი, კაცის მხრიდან, რომელსაც ჩემი აზრით არ აქვს ნამდვილი სტრატეგია. მას არ აქვს ნამდვილი სტრატეგია. Non ha una vera strategia. მაშინ როცა ნეთანიაჰუს აქვს სხვა სცენარი, გეოგრაფია, ისრაელი, 2 საათის ფრენა თეირანიდან შეერთებულ შტატებს ნამდვილად არ ემუქრება ირანელები. სხვა სტრატეგია და ამიტომაც დაქვს ბოლო პუნქტიც, რომელზეც თუ გინდა შემდეგ შეგვიძლია ვისაუბროთ. ასევე ტრამპის დღევანდელი გზავნილი, რომელიც ფაქტობრივად ნეთანიაჰუს წინააღმდეგაა, აი ისა. აი, რომელიც რამდენიმე წუთის წინ გამოვიდა, რამდენიმე წუთის წინ. ეს არ არის კარგი ნიშანი სტაბილურობისთვის ან რეგიონის დასტაბილურების ცდილობების ცდილობა. რატომ? ეუბნება ნეთანიაჰუს რამდენიმე წუთის შემდეგ, რაც შეხვდა ერაყის პრემიერ-მინისტრს, რომლის შესახებაც სხვათა შორის არ ვიცი თუ ვინმე ნახა, თუ შეხვალთ Washington Post-ზე, ეს დამოქვეყნდა დაახლოებით 10 წუთის წინ, შეხვდა ერაყის პრემიერ-მინისტრს და უთხრა მას მთელი მსოფლიოს მედიის წინაშე, მაგრამ თქვენ არჩევნებში წარმატებას მიაღწიეთ. სიგიჟე. და Washington Post-მა აღნიშნა, რომ ერაყის პრემიერ-მინისტრი არასდროს მიუღია მონაწილეობა არჩევნებში. ის დანიშნეს ამ პოზიციაზე არჩევნების გარეშე. მაგრამ რამდენიმე წუთის შემდეგ გამოვიდა განცხადება, რომელსაც ამ თუთას აჩვენებ, ანუ ნეთანიაჰუ უნდა წახვიდა რომში მიმდინარე მოლაპარაკებებით. დღეს ისრაელებსა და ლიბანელებს შორის ყურადღება, ანუ ეს ნაბიჯი ისრაელის თავრობასაც პრობლემაში აგდებს, ეს განცხადება. რადგან კიდევ ერთხელ გეჩვენება, რომ ტრამპი, როცა სხვების პრობლემებს ხედავს, ნეთანიაჰუს ეუბნება. შენ თვითონ მიხედე. ეს არ მუშაობს.
დიახ, კიდევ ერთი რამ არის, ამ პერიოდში იმდენი შეცდომა დაუშვა, რომ წარმოუდგენელია. რამდენიმე დღის წინ თქვა, რომ თავს დაესხმება. ანუ იაპონიის ისლამურ რესპუბლიკას, ანუ ასე თქვა. მემები, რომლებიც გამოვიდა აღმავალი მზის დროშით და შიგნით ისლამის ნახევარმთვარე იყო, მოკლედ, ამას დიდი მნიშვნელობა არ აქვს, მაგრამ მართლა ყველაფერს იგონებენ. ცხადია ის კარგად ვერ ერკვევა სხვადასხვა სიტუაციებში და ასეთ რაღაცებს აკეთებს. ტრამპმა ისურვა, რომ პრემიერ-მინისტრი კენოპი ყოფილიყო არჩევნებისთვის, მაგრამ ის კაცი საერთოდ არ იყო მეორე ტურში, როგორც სწორად ამბობდა მორო. ამიტომ საინტერესოა, რომ ასეთი რაღაცები უბრალოდ შემთხვევით ისროლეს სხვათა შორის. უფრო სწორად, ჯერ პაულოს ვკითხავ, რას ფიქრობს მიმდინარე სიტუაციაზე და მერე გადავიდეთ ტრამპის უცნაურ ქცევაზე, ანკარის შეხვედრაზე ზელენსკისთან მიმართებაში. ის უცნაურად, ესე ვთქვათ, რბილი იყო, მე ის სულად განსხვავებულად დავინახე, ვიდრე ჩვეულებრივ. და ესეც ალბათ სტრატეგიას ხსნის, რადგან იქ შუაშია რაღაცა. ის ცდილობს დაალაგოს სიტუაცია. იმიტომ რომ ამას მე არ ვამბობ, ამას ამერიკულ გამოკითხვებში ამბობენ, ასევე რესპუბლიკელების სამყაროშიც. შესაძლოა მათ არიციან, სად არის უკრაინა რუკაზე, შეიძლება საერთოდ არ აინტერესებ უკრაინელები, შეიძლება არც კი მოსწონთ იარაღისა და ფულის ჩუქების იდეა, ისევე როგორც ბაიდენმა გააკეთა, ამერიკელებს რუსებთან ალიანსის იდეა მაინც და მაინც არ მოსწონთ. აიღეთ ნებისმიერი ფილმი 2000 წლამდე ჩვეულებრივ, ბოროტმოქმედები, თუნდაც რემბოს შემდეგ ფილმებში, რუსები იყვნენ. ანუ 60 წლის განმავლობაში ასე შეაჩუეს ისინი. რომ ეს არის მუდმივი მტერი, მაკარტიზმის პერიოდიდან მოყოლებული. ცოტა რთულია, რომ მათ გადააყლაპო ეს რუსი მეგობრის იდეა და ასე შემდეგ, ვის რა ენაღულება უკრაინელებზე და ასე შემდეგ. თუნდაც რესპუბლიკელთა სამყაროში ეს იდეა არ მოსწონთ. ანუ ტრამპსაც არ გამოსდის, რომ რუსებთან ალიანსის იდეა გადააყლაპოს, არც კი თავისიანებს. გთხოვ, პაულო. მაშ სანამ შენს კითხვაზე უპასუხებ, რომელიც მართლაც რთული კითხვა, ორი რამ მინდა შეგახსენო. პირველ რიგში დღეს 14 ივლისია ბასტილიის აღების დღე, საფრანგეთის ეროვნული დღესასწაულია, ამიტომ ულოცავ ჩვენს მოკავშირეებს და მეგობრებს. დიახ, პაულო. რადგან მე ის არ მესმის. ისმის, მე ჩემი ხმა მესმის. ცადე ცოტა. თქვენ ეს გესმით? ასე გავიგებ, ჩემი პრობლემაა თუ არა, ან შენს გესმის, პაულო? გეჟობი შენ გააგზელე, შენთან ყველაფერი რიგზეა. მაშ ასე, ულოცავ საფრანგეთს და ფრანგებს, რომლებიც ყოველთვის იყვნენ და დღემდე არიან ერი, რომელსაც მთელი ევროპა განსაკუთრებული ყურადღებით უყურებს. ისინი იყვნენ მაგალითი, ზოგჯერ უარყოფითი, მაგრამ ბევრად უფრო ხშირად დადებითი, თუ საით უნდა წავიდეს, რა უნდა გააკეთოს ევროპამ გარკვეულ საკითხებთან დაკავშირებით. ამიტომ გულით ულოცავ საფრანგეთს და ეს არის კარგი ამბავი. შემდეგ არის ცუდი ამბავი, რომელიც უნდა გავიხსენო, დღეს შევიტყვეთ ჩემი მეგობრის გარდაცვალების შესახებ. და ეს იყო მნიშვნელოვანი ადამიანი ჩემს სამხედრო განათლებაში, გარდაიცვალა გენერალი დომენიკო ვილანი, რომელიც იყო ჩემი მეთაური. ის დიდი ხნის განმავლობაში იყო თავდაცვის შტაბის უფროსის მოადგილე, მაგრამ ყველაზე მეტად ის იყო ზომიერებისა და ქვედარანგებისადმი ყურადღების მაგალითი. მას არასოდეს დაუკარგავს სწავლების სურვილი. აჩვენებდა, როგორ შეიძლებოდა გაუმჯობესება იმ რანგებშიც კი, რომლებიც მისდან ასე შორს იყო. ეს გენერალ ვილანის მისცემდა უფლებას, უბრალოდ გამოტოვებინა რაღაცები, მაგრამ არა, მან ყოველთვის დაინახა არმია როგორც ცოდნის, სითბოსა და ღირებულებების ჯაჭვი და ყოველთვის იცავდა მას. დღეს შევიტყვე მისი გარდაცვალების შესახებ და ეს ჩემთვის და დარწმუნებული ვარ ბევრისთვის, ვინც მას იცნობდა, ნამდვილად ძალიან სამწუხარო ამბავი იყო. მაპატიეთ, რომ ეს საჯარო სივრცე პირადი საკითხებისთვის გამოვიყენე. ესლა კი გადავდივარ პასუხზე ტრამპის შესახებ. ის შეგრძნება მაქვს, რაც კითხვასაც მიჩენს, რომ ტრამპი არ არის ლიდერი, ანუ ის არ მართავს შეერთებულ შტატებს, რომელიმე მიმართულებით. აქამდე ყველაფერი რიგზეა, მაგრამ მეორე ნაწილი უფრო შემაშფოთებელია. გაუგებარია, რატო არ გძნობენ შეერთებული შტატები, ანუ ყველა ვინც ტრამპი არ არის, საჭიროებას, რომ ვინმემ წარმოადგინოს და სადმე წაიყვანოს ისინი. თუ მეტაფორას მიუმართავთ, ეს გავს ავტობუსს, სადაც ბრძოლი არ არის, საჭესთან შიმპანზეზის,
ხოლო ყველა მგზავრი ავტობუსში ისევ თამაშობს smartphone-ით და ვერავინ ამჩნევს, რომ ეს ავტობუსი მიდის უცნობი მიმართულებით. დრამა ისაა, რომ შეერთებული შტატები უშვებს ესეთი ტიპის ლიდერობას, რაც საერთაშორისო დონეზე საშინლად ურევს ყველაფერს და ზიანს ატენებს მათ, სერიოზულ ზიანს, მათ შორის ეკონომიკურ დონეზეც. იმიტომ რომ რასაც ის აკეთებს, აქვს გავლენა როგორც შიდა ინფლაციაზე, მონეტარული სანდოობაზე, ასევე მოკავშირე ქვეყნებში ინფლაციის ზრდაზე. ანუ მას აქვს სერიოზული პრობლემები, რომლებიც შემდეგ რეალურად ეჯახება გლობალურ მასშტაბს. და შეერთებული შტატები როგორც ჩანს, ამას ვერ ამჩნევს, ვერ აცნობიერებს. ან არ სურს მიიღოს ზომები. და ეს არის პირველი შემთხვევა, როცა ამას ვხედავთ, რადგან ჩვენ მიჩვეულები ვართ, რომ გვყავს სახელმწიფოს პრეზიდენტი, რომელიც წარმოადგენს გარკვეულ ჯგუფს, წარმოადგენს ხედვას, რომელიც ამძლიერებს გარკვეული მიმართულებით მიყავს. დღეს იმის დანახვა თუ ვინ დგას ტრამპის უკან, ცოტა შიშს იწვევს მომავლისთვის. ჯერ კიდევ მსოფლიოსთვის კი არა, თავად შეერთებული შტატებისთვის. იმ დღეების გასაცანებლად, როცა მან დაიწყო ჩვენი პრემიერ-მინისტრის შეურაცხყოფა. და იქ მოხდა ინტერპრეტაციის შეცვლა. საქმე ის კი არ იყო, რომ ჩვენ ტრამპთან პრობლემა მქონდა, პასუხი უნდა გვეცა. ახეთ ამერიკელებო, პრობლემა თქვენ გაქვთ, ჩვენ აქვთ, ჩვენ არა, თქვენ გაქვთ პრობლემა. ის რომ თქვენ ასეთ ადამიანს გყავთ თქვენს წარმომადგენლად, პრობლემა არ არის შეურაცხყოფა, პრობლემა სწორედ საპირისპიროა. გააცნობიერეთ ვისი ხელში ხართ. და ამიტომ მინდოდა დამეტოვებინა, მინდოდა უკან დამებრუნებინა. ერთი კითხვა დანიელესთვის ინსაიდერზე, იმ ინსაიდერულ ვაჭრობაზე, რომელსაც ტრამპი ღიად ამაყობს ყველას წინაშე. ყოველ მომენტში ამბობს, მოვიგე 1 მილიარდი დოლარი, მილიარდი და 2 და რამდენი თუ არა მთელი ამბავი, როგორც ვიღაც იტყოდა. და იქაც არაფერი ხდება. და ესეც ცოტა უცნაურად მეჩვენება, იმიტომ რომ თუ ტრამპი იგებს ეს ნიშნავს, რომ ვიღაცა იგივე საქმეს აკეთებს და აგებს, რადგან მას არ აქვს ის ოპერაციები, ის ინფორმაცია, არ აქვს ეს უპირატესობები და ამიტომ ფიზიკურად და მატერიალურად ფულს კარგავს. აი რატო აკრძალულია ინსაიდერული ვაჭრობა, რომ ყველა ერთ დონეზე იყოს, ისე რომ არავინ არავის ძარცვავდეს მხოლოდ თავისი ინფორმაციისა და პოზიციის გამო. მაშინ დანიელის ვეკითხები, თუ რაიმე ინფორმაცია გვაქვს, რომ ვიღაცას ნერვები ეშლება, ნუ დამაწყებინებთ ახსნას, რა არის ეს, მაგრამ ყველამ კარგად გავიგეთ, რადგან ვიღაცა უკვე საკმაოდ კარგავს, პრობლემა არ არის. მაშინვე ვპასუხობ. პირველი კითხვა, რომელსაც გენერალი სვამს, არის კითხვა, რომელსაც ფაქტობრივად მთელი მსოფლიოს საზოგადოებრივი აზრი სვამს. ჩვენ ფაქტობრივად დგავართ მეორე პრეზიდენტობის წინაშე. ტრამპი ყოველგვარი შეზღუდვების გარეშე აკონტროლებს რესპუბლიკურ პარტიას, რომელიც რამდენიმე წლის წინ ცდილობდა მის წინააღმდეგ წასვლას, წინააღმდეგობას. დემოკრატები იმ მდგომარეობაში არიან, რომელიც თუნებას დამთავრ ჩემს შეფასებას მირგო ძალიან გავს იტალიელ დემოკრატებს. ანუ ისინი კარგად იციან, როგორ იყვნენ ოპოზიციაში, მაგრამ არ იციან, როგორ წარმოაჩინონ თავი სანდოდ, როგორც მართველი ძალები. შემდეგ არის კიდევ ერთი ასპექტი, რომელიც ცენტრალურია იმასთან მიმართებაში, რასაც მირკო ადრე ამბობდა და რომელიც უკავშირდება გენერალ კაპიტოს კითხვას. სანამ წარმომადგენელთა პალატასა და სენატში რესპუბლიკური უმრავლესობა, რომელსაც ტრამპი აკონტროლებს, ფაქტობრივად პარლამენტს არ აქვს დიდი ძალა სასამართლო გამოძიების ჩატარებაში. ამიტომ ტრამპი იანვრიდან მოყოლებული ყველა შეხვედრაზე, უფრო თუ ნაკლებად დახურულზე, რომელსაც ატარებდა განსაკუთრებით რესპუბლიკელ დეპუტატებთან, ამბობდა თუ შუალედურ არჩევნებს დავაგებთ, მე მესამედაც იმპიჩმენტს მომიწყობენ. რას ნიშნავს ეს? თუ დემოკრატიული უმრავლესობა მოვა, სულ მცირე წარმომადგენელთა პალატაში, მაშინ დემოკრატები პალატაში მიიღებენ საგამოძიებო უფლებამოსილებას. არა მხოლოდ მომავალისთვის. გენერალ კაპიტინის პასუხად. არამედ იმისთვისაც, რაც ეხლა ხდება. მაშ, შენ ამბობ, მაგრამ ეკნებოდა ძალა, რომ ტრამპი გამოძიების ქვეშ დაეხენებინათ. ალბათ არა, მაგრამ ორი შვილი კი.
და სიძეც კი. ანუ სიძე ხმელთაშუა ზღვის გარშემო დადის და კუნძულებს ყიდულობს. სადა სერბეთში მოახერხა სპარსეთის ყურეში მიიღო ინვესტიციები. და ტრამპის პასუხი, როცა უკვე კვირებია, ამერიკული მედიაც კი ამბობს. ეს არასოდეს მომხდარა ისტორიაში, 250 წლის განმავლობაში. ამერიკის შეერთებული შტატების ისტორიაში, რომ მოქმედი პრეზიდენტი ასე სწრაფად გამდიდრებული იყო და ასეთი მიუღებელი მეთოდებით. მისი პასუხი ასეთია: მე ფული ვიშოვე, იმიტომ რომ ბირჟა კარგად მუშაობდა. მაგრამ გამოსვლა, რომელმაც გენერალი კაპიტინი ვერ დაარწმუნა, ალბათ ვერც Wall Street-ზეც ვერავინ დაარწმუნა. იმ გაგებით, რომ ნათელია, შენ ვინც 20 წუთის წინ ორმუზის დახურვა გადაწყვიტე, გამოიცან. დამოცანა, საკმარისია, რომ შენს რომელიმე თანამშრომელს ეცოდინება, რომ 3 საათის წინ ეს თამაში გადაწყვიტა. რომ მას არ სჭირდება ბრძანება, რომ ინსაიდერული ვაჭრობა გააკეთოს. დარწმუნებული ვარ, მირკოს უამრავ მიმდევარს ჩემზე უკეთესმის. რამდენად მარტივია ამ საკითხის მართვა. სხვათა შორის, კიდევ ერთი თემა მინდა შეგახსენოთ, რომ რამდენიმე თვის წინ წამოიჭრა არის რამდენიმე ოფისი, იურიდიული ოფისები, განსაკუთრებით ვაშინგტონში, რომლებიც პრეზიდენტის შეწყალების თხოვნების მხარდაჭერაზე მუშაობენ. ზოგადად რამდენიმე გაზეთმა, რომელიც ძალიან კრიტიკულია ტრამპის მიმართ, აღნიშნა, რომ პრეზიდენტის შეწყალებები როგორც წესი ხდება მაშინ, როცა ხდება დიდი შემოწირულობები იმ საარჩევნო კამპანიებისთვის, რომლებიც პრეზიდენტს მოსწონს. მაგრამ თავარი საკითხი, რომელიც მინდა უთხრა გენერალ კაპიტინის და იმედი მაქვს, რომ ცდები ხშირად შეწყალების ოფისებთან დაკავშირებითაც, არის ის, რომ ჩემი აზრით ტრამპს საერთოდ არ აქვს სტრატეგია. ტრამპი რჩება ფიგურად, რომელმაც მოიხელთა ის ამერიკა, რომელიც სოციალური პრობლემებითაა შეწუხებული და საერთაშორისო დონეზეც დისკომფორტს განიცდის. სხვა საკითხია ის, რასაც ამბობს მირკო, რაც ძალიან მნიშვნელოვანია, მაგალითად რუბიოსთან შედარებით. რუბიომ დღეს დილით არა მხოლოდ თქვა, რომ უნდა ვეცადოთ საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლოდან გამოსვლას, არამედ თქვა კიდეც, რომ უნდა დავარწმუნოთ მეგობარი ქვეყნები, რომ ისინიც გამოვიდნენ. და მომავალ ხუთშაბათს 2 დღეში სახელმწიფო დეპარტამენტში შეკრება დანიშნეს. ამაზე იტალიურმა გაზეთებმაც ისაუბრეს გუშინ. შეხვედრა 60 ქვეყანასთან, მათ შორის იტალიასთან. ტერორიზმთან ბრძოლის კოორდინაციისთვის. მხოლოდ მემარცხენე ტერორიზმი. ანუ იტალიაში უკიდურეს მემარჯვენეებს არ უნდა ეშინოდეთ გერმანიაში, საფრანგეთში, ინგლისში, მაგრამ მემარცხენეებს კი. და 20 ამერიკული საელჩო მსოფლიოში. რომლის შორისაც რომის საელჩოცაა. მათ სახელმწიფო დეპარტამენტისგან მიიღეს ბრძანება მოეპოვებინათ ყველა დოკუმენტაცია მიმდინარე გამოძიებებზე. გახსნილი პრობლემები ტერორისტთან დაკავშირებით, მაგრამ მხოლოდ მემარცხენე ტერორისტთან. რას ნიშნავს ეს ორი რამ? რომ გასულ წელს შეერთებული შტატების ახალი სტრატეგიული პოლიტიკის დოკუმენტი, რომელიც საუბრობდა ევროპაში ჩარევაზე. ევროპაში არსებული მმართველობის ტიპებზე, რომლებიც ტრამპის ადმინისტრაციისთვის არ ითვლება ახლობლად, მათ შორის მელონიც, ეს პროცესი გრძელდება. ამ მომენტში ვაშინგტონში ორი პოზიცია. ტრამპის პოზიცია, რომელიც ჩემი აზრით საერთოდ არ აქვს სტრატეგია, მაგრამ მის გვერდით მომუშავე ჯგუფის ერთ ნაწილს ნამდვილად აქვს და საკმაოდ ძლიერ. ეს კი, თუ ძველი ტერმინი გვინდა გამოვიყენოთ, ნამდვილი მარჯვენაა. შემდეგ არის ამერიკის ეკონომიკა. კიდევ ერთ ბოლო მონაცემს მოგცემთ. შეტყობინება, რომელიც ბოლო თვეებში დანარჩენ მსოფლიოს მიეცი. უსამართლო და უმადური ბრალდებებით. ჯარისკაცები, რომლებიც იბრძოდნენ როგორც იტალიელები ავღანეთში ერაყში, რომ ისინი მოღალატეები იყვნენ და ასე შემდეგ. ამან გამოკითხვების ჩატარება გადაგაწყვეტინა. რომ იტალიაში, ინგლისში და დანარჩენ ევროპაში 67-დან 80%-მდე, მათ შორის ცენტრისტი მემარჯვენე ამომრჩევლებიც, კრიტიკულად არიან განწყობილნი არა ამერიკის, არამედ ტრამპის ადმინისტრაციის მიმართ. და ეს სირთულეებს უქმნის ევროპაში ცენტრისტი მემარჯვენე მთავრობებსა და პარტიებსაც, რომლებიც ტრამპის მხარდამჭერები იყვნენ.
სანამ ტრამპმა შემდეგი ნაბიჯი არ გადადგა. და მან დაგანახა, რომ მას არ ყავს მეგობრები, არ ყავს მოკავშირეები, მას ყავს კლიენტები. მირკო არის მის შენი ხმა? ვერ გისმენს. შენც? ამიტომ ეს რასაც კაპიტინი ატენებს, უკავშირდება მირკოს საუბარს. მადლობა. ეს ძალიან სერიოზული პრობლემაა, რადგან შენ არ გაქვს სტრატეგია. შენ უნდა შეგენიშნოს, რომ უკრაინელები გარკვეულწილად აღარ არიან პასიური მხარე. ისინი უკვე 4 წელზე მეტია, მხოლოდ რუსებისგან არიღებდნენ დარტყმებს თავში. არამედ ეხლა იწყებენ პასუხისგაცემასაც. და ცნობილია, რომ ტრამპს ასეთი პოზიციები მოსწონს. მას ძლიერები, გამარჯვებულები ადამიანებიც კი მოსწონს. მეორეს მხრივ გაქვს სიტუაცია, სადაც ჰორმუზი იმის შემდეგ, რაც მოხდა, ჩემი აზრით, ვეღარ შეიძლება, რომ რომელიმე სტრატეგიით გადაიჭრას. თუკი მას საერთოდ ჰქონდა ასეთი. ახლო აღმოსავლეთი ნეთანიაჰუსთან ერთად. შეგახსენებთ, რომ ისრაელში არჩევნები ტარდება რამდენიმე დღით ადრე, ვიდრე ამერიკის შუალედური არჩევნები. ამიტომ იქ იქნება დუღილის ქვაბი. შეერთებულ შტატებსა და ახლო აღმოსავლეთს შორის, რაც აუცილებლად მისცემს შესაძლებლობას გამპოკიარებსა და პარაბელუმს, რომ საფუძვლიანად გააანალიზონ ის, რაც მომდევნო კვირებში მოხდება. რადგან ჩემი აზრით ძალიან მძიმე პერიოდი დადგება. ძალიან მძიმე. არის მის შენი ხმა. შენ დანიელე გესმის ჩემი? ძალიან კარგად, ძალიან კარგად. სანამ მირკო პრობლემას მოაგვარებს, საერთოდ არ გხედავ. არც ისმის შენი ხმა, არც გხედავ. აი ახლა ისმის. გესმის? კეთილი დაბრუნება. აი ისიც, რა დაემართა? მინდოდა მეკითხა ერთი, რატო დაიწყო უცებ შეზღუდვის დაწესება მელონიზე და ასე შემდეგ? ის ქალი საერთოდ აღარ ლაპარაკობდა, იმიტომ რომ გაბედა და უპასუხა. მეორე არის ეს ამბავი, რომ დაამტკიცეს კანონპროექტი, რომელიც 350 მილიარდის ხარცი თვალისწინებს თავდაცვისთვის. რაც გიჟური თანხაა თუ ბუცფელად ვიტყვით. თუ შეძლებ იპოვო, კარი, აქ საერთოდ არანაირი ლოგიკა არ არის იმაში, რასაც ის აკეთებს. მაგრამ 350 მილიარდი. შენი აზრით ეს კანონპროექტი გავა? მაგრამ უნდა ვნახოთ, მე ჩემს აზრს ვამბობ, მაგრამ გენერალი კაპიტანი, რა თქმა უნდა, ჩემზე უკეთ იცის, უნდა ვნახოთ იარაღის ლობები ამერიკის პარლამენტში. რამდენს ისწრაფვის. ერთ-ერთი პრობლემა, რომელიც მაშინვე წამოიჭრა, როგორც კი მან ეს თემა წამოჭრა მერიკო, იყო შემდეგი. იმიტომ რომ სამხედრო სფეროში ინვესტიციებს ძალიან დიდი დრო სჭირდება. ვინ გვაძლევს გარანტიას, რომ თუ ხვალ ეს პიროვნება აღარ იქნება თეთრ სახლში, პრეზიდენტი და მომდევნო პრეზიდენტები გააგრძელებენ ამ ბრძანებების პატივისცემას. ეს არის პრობლემა, რომელიც სამართლიანად ეხება ასევე თავდაცვის ინდუსტრიას ევროპაში და რეალურადაც. მაინც რჩება ერთი საკითხი, რომ არავინ შეიძლება განწყობის სტრატეგიის ცვლილებების წინაშე მე ვაძლევ ახსნას, რატომაც მან შეუტია მელონის. მან არ შეუტია მელონის, იმიტომ რომ მას სელფის გადაღება უნდოდა, რადგან კონცერფელად რო ვთქვათ, ზრდასრულებს შორის ეს ვერ იქნება მიზეზი. სიმართლე ისაა, რომ მან თავი ჩაიგდო არეულობაში, მიზნად ჰქონდა დასახული ნეთანიაჰუსა და მოსადის ხელმძღვანელის მიერ მოტანილი, ამაზე სხვა დროსაც გვისაუბრია და ეს არასდროს უარყოფილა. ის აღმოჩნდა არეულობაში, როცა ნიუ-იორკის ორ უძრავი ქონების დეველოპერს ენდო უიტკოფი, მისი გოუფის მეგობარი და სიძე საერთოდ არ იციან რაზე ლაპარაკობენ. მათ ყველა ექსპერტი მოიშორეს. იცით, სახელმწიფო დეპარტამენტში, როგორც ჩანს, ერთადერთი ორი ამერიკელი დიპლომატი, ვინც ფარსის ენა იცოდა,
მასკმა წელიწად ნახევრის წინ გაათავისუფლა. წინა მოლაპარაკებებს, რომლებიც ტრამპს არ მოსწონდა, ობამას დროს რო იყო, 2 წელი, 3 წელი დასჭირდა, გააზრებულად. გაითვალისწინეთ, რომ ირანელებსაც ყავთ გათავისუფლებულები მეორე მხარეს. თუ შენ ორ შემთხვევით ადამიანს აგზავნი მოლაპარაკებაზე, არ შეგიძლია იფიქრო, რომ იმიტომ რომ ისინი ირანელები არიან, მიხვალ და ეტყვი, ნახე დაგბომბა. ასე არ მუშაობს. მან თავი პრობლემაში ჩაიგდო. მოძებნე ანკე. ამიტომ გჭირდება ექსპერტები, ეს პაულოს მოეწონება. თუ არა და ისე დასრულდება როგორც უჩიალის ხელშეკრულება, არ ვიცი, ბევნა თუ იცის ეს, სადაც ჩვენ ხელშეკრულება იტალიურად ჰქონდა დაწერილი. მათ ჩვენ საბოლოოდ აღმოჩნდა, რომ ჩვენი ვერსია იმას არ ამოუდა, რასაც მათ ეუბნებოდათ. ამიტომ საჭიროა ვიღაც, ვინც ამას კარგად გააკეთებს. მაგრამ რო დავუნდეთ თემაზე და ასევე გავამყარო ისასაც დანიელე მორო ამბობს, მოვიყვან ერთის მაგალითს, რომელიც ნამდვილად არ არის ძალიან ტრამპის მომხრე და ეს არის ლავროვი. ლავროვი დიპლომატიაშია, როგორც მახსოვს, 74 წლიდან რაღაცა მსგავსი. ანუ თითქოს ფელუქით დაიბადა, სანამ ასეთი გახდებოდა. ამბობს, სწორედ ახლო აღმოსავლეთზე საუბრისას, ამბობს, თქვენ არ ფიქრობთ, რომ შეგიძლიათ მიიღოთ მონაწილეობა შეერთებულ შტატებთან ერთად მოლაპარაკების მადიდასთან, რათა გადაწყდეს ახლო აღმოსავლეთის ეს პრობლემა. და ლავროვი პასუხობს, ჩვენ დიდი სიამოვნებით. თუ ოდესმე ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტში ვიპოვით ვინმეს, ვინც მაინც იცის, რუკაზე სამდებარეობს ახლო აღმოსავლეთი. ანუ ეხლა ლავროვზე შეიძლება ყველაფერი თქვა, მაგრამ ის რო თავის საქმეს ვერ აკეთებს, ამას ვერ იტყვა. და თუ მსოფლიოში ყველაზე გამოცდილ დიპლომატს გეუბნება, რომ შენ მის სფეროში არც კი იცი რაზე ლაპარაკობ, ეს უკვე რაღაცას ნიშნავს. ეს უკვე შეფასება, გარკვეული ტიპის შეფასება. მაგრამ მე ისე ვიმეორებ, ალბათ ძალიან ევროპელი ვარ, უბრალოდ ძალიან პროვინციელი და ჩემთვის ეს რაღაცაა, რაც საბოლოო ჯამში სიამაყის საგანია. მაგრამ ევროპაში ნებისმიერი ოპოზიცია დამოიტანდა ამ წინააღმდეგობების მტკიცებულებებს საჯაროდ, ითხოვდა რა ხდება აქ. მაგრამ ხვდებით რა გააკეთა მან. ანუ ეს არის ის რაც ჩემთვის ნამდვილად შემაშფოთებელი. რომ ეს არის სისტემა, მსოფლიოს პირველი დემოკრატია, რწმენის დამცველი, ყველაფერი რასაც ამზადებს, ამისთვისაა. არ არსებობს ხმა თუ არ ჩავთვლით რამდენიმე გაზეთს, რომელიც ამას ფულის საშოვნელად და სარგებლისთვის აკეთებს. ამიტომ ამას უნდა აკეთებდეს, მაგრამ პოლიტიკური ხმა, რომელიც იტყვის, რას აკეთებ, ესეთი საქციელით მონაცემებით ხელში. წარმოიდგინეთ იგივე სიტუაცია პირიქით, ნებისმიერ ევროპულ ქვეყანაში. ჩვენ ჭამეთ, მაგრამ ცოცხლად ჭამეთ. კონტროლიკებიან მერხებზე, ჰორმუზის სრუტის ჩაკეტვაზე. დასვით ორივე დონეზე და შეხედეთ ცოტა და ჩვენ ცოცხლად შევჭამეთ იქ. და მართალია. ანუ პოლიტიკური და ასევე სოციალური ოპოზიციის კონტროლი ევროპაში საბოლოო ჯამში. და ეს აღარ არის ის, რაც იყო 80-იანებში ან 70-იანებში ვსაუბრობთ ამჟამადაც. მაგრამ ესე თუ ისე, ეს არ გაძლევს საშუალებას გააკეთო ყველა სისულელე რაც გინდა, ისე რომ არავინ არაფერი თქვას. შეიძლება დავთანხმდე იმასაც, რომ არავინ არაფერს აკეთებს. მაგრამ ის რომ არც არაფერი თქვას, ეს ცოტა ზედმეტია. და ეს ძალიან მაწუხებს ტრამპის შემდგომი მომავლის გამო. ანუ თუ ეს არის სახელმწიფო, ბიჭებო, არ ვიცი როგორ დასრულდება ყველაფერი. და იტყვი, რა გვეხება ეს? ჩვენ არაფერს, მაგრამ შეერთებული შტატები, რომელიც გადის სერიოზულ კრიზისს, რომელსაც შეიძლება ქონდეს ზალადობრივი ან გაურკვეველი შედეგები, ეს ჩვენს პირდაპირ გვეხება. გაიხსენეთ, ეხლა მე ეკონომისტი არ ვარ და ალბათ შევწდები, მაგრამ შეხედეთ, როგორი მდგომარეობაა ამერიკის ეკონომიკაში. ეკონომიკა, რომელმაც ყველაფერი და ალბათ სწორადაც ხელოვნურ ინტელექტზე და უმაღლეს ტექნოლოგიებზე დადო. უდაბნოს უკან, ცოტა სოფლის მეურნეობა აქვს კარგი და საკმაოდ ბევრიც, მაგრამ კონფლექსებსა და ხელოვნურ ინტელექტს შორის, შუაში, ხრახნებისა და ჭანჭიკების ქარხანა აღარ აქვს. საჯარო ვალი აქვს, რომელიც შთაბეჭდილებას ახდენს. ამაში ერთი ძირითადი საკითხია. თუ მეორე მსოფლიო ომში ამერიკა დემოკრატიის არსენალი იყო, და ეს იყო ძირითადი საკითხი და ფული დაეხმარა ევროპის აღდგენას,
ერთი იმიტომ რომ საჭირო იყო და მეორე იმიტომ რომ საბოლოო ჯამში საუკეთესო გზა ბიზნესის გასაკეთებლად არის ინვესტიცია შენსავე მოკავშირეებში, რომლებიც შემდეგ შენთან ვაჭრობას გააგრძელებენ. ამიტომ მარშალის გეგმა დაბრუნდა ასევე თანამშრომლობისა და სამხედრო თანამშრომლობის ფორმითაც და ასე შემდეგ. დღეს ის კონტროლს ახორციელებს. პოლიტიკური კონტროლის, ასევე გარკვეულწილად ვალის, რომელსაც სხვები არიან მიბმული. თუ დააკვირდებით როგორ მუშაობს სახმელეთო იმპერია და საზღვაო იმპერია, ყველაფერი რაც ტრამპმა გააკეთა, პრაქტიკულად ეწინააღმდეგება ნებისმიერი საზღვაო იმპერიის ანბანს, ამ ნავიგაციის თავისუფლებას. ვაჭრობის ხელშეწყობა, მოკავშირეებში ინვესტირება, იმიტომ რომ შენზე თავდასხმა შეუძლებელია, ამიტომ გარდაუვალია რომ შენ იბრძოლებ მოკავშირეებთან ერთად, მოკავშირეების ტერიტორიაზე, აგრესიის შემთხვევაში, ან მოკავშირეებთან ერთად სხვაგან. მან პრაქტიკულად ყველაფერი გაანადგურა ამ ხრივ, იმიტომ რომ სანქციების თამაში, მაგრამ ასევე ტარიფების თამაშიც ნულოვანი ჯამის თამაშია. იმ გაგებით, რომ მე გამოვიყურები ჭკვიანად, ნახე, მე დაგიწესე 50%-იანი ტარიფი და შენ ჩუმად არაფერს ამბობ, აიტანე ეს. შენ გადაიხდი? ეს ერთხელ მუშაობს. მერე ვიღაც სხვა წვეთს შენთვის სიკეთეების გაკეთებას. ხოლო თუ შეთანხმებებს დებთ, რომლებიც ორივესთვის მომგებიანია გრძელვადიან პერსპექტივაში, იცი, საქმე რაშია? ყველა არჩევანი ძალიან მოკლევადიანი არჩევანია, რომელიც კიდევ უფრო ვიწრო წრეს აძლევს სარგებელს ტრამპის გარშემო. ადრე ეს შეიძლება ყოფილიყო გარკვეული მოაზროვნეების წრე, მაგალითად ისინი, ვინც უოლფის ან ბუშის გარშემო იყვნენ და ასე შემდეგ, ეს არ არის სახელმწიფო მოღვაწეების არჩევანი. ეს არ არის გრძელვადიანი არჩევანი. და ეს რამ კარგად ჩანს როგორც ევროპაში, ასევე რა თქმა უნდა ტრამპთან დაკავშირებითაც. ისინი არ არიან სახელმწიფო მოღვაწეები. ეს არ არის ისეთი არჩევანი, რომ თქვა, გააკეთე რამე, რათა შემდეგი თაობა მომდევნო 20 წელიწადში რაღაც უკეთესი გახდეს. ისინი აკეთებენ არჩევანს, რომელსაც აქვს სარგებელი. ზოგჯერ კი ეს სარგებელი ერთ კვირაში ან თვეში იკლებს. დიდი მადლობა შენი ნათქვამის შესავსებად. სწორედ რუზველტის სიტყვებიდან დავიწყებ, რომელმაც თქვა, ჩვენ უნდა გადავიქცეთ დემოკრატიის არსენალად. ჩვენი ძალიან მაღალი დონის სიტყვა, ძალიან საინტერესო. ეს იყო ის, რამაც დააჩქარა 1929 წლის კრიზისი. შეერთებული შტატების ეკონომიკური დაცემა 1930-იანი წლების პირველ 5-6 წელიწადში. ანუ ეს იყო გრძელვადიანი საუბარი. ჩემი შიში ის არის, რომ დემოკრატიის არსენალად ქცევის ნაცვლად ჩვენ ევროპელები ვრისკავთ, რომ შეერთებული შტატების ღულაბად ვიქცეთ. რადგან შეხედეთ თუ თქვენ ნახავთ, რა დანაზოგებია ევროპულ ბანკებში, მათ შორის ჩვენს ბანკშიც. ეს არის ფულის რაოდენობა, რომელიც არ ბრუნავს და რომელზეც ხელის დადება არ შეგიძლია. ვიწყებთ იმათ ქცევას, რაც ამ პერიოდში მიმზიდველია მათთვის. გამოსულა, შეიძლება არასწორის ვამბობ, მაპატიებს ის ვინც მისმენს, მაგრამ როგორც გავიგე, დილით ადრე მოვისმინე, რომ ჩვენ იტალიელებს საერთო ჯამში დანაზოგების ჯამი 1500 მილიარდზე მეტი. თუ არა 1500, 1600 საკმარისია. ნახოთ, რომ იტალიის ოქროს რეზერვები სოფლიოში მესამე ან მეოთხე ადგილზეა, რომ ეს თქვა. ეს ამბავი ქვეყანაში, რომელიც თითქმის გაკოტრებულია, როგორ შეიძლება ამაზე ხელის დადება? ბანკების კანონმდებლობის მეშვეობით, რომელიც მისთვის ხელსაფრელია, თავისი სისტემით შენ სამართლებრივ სისტემაში შეღწევის შესაძლებლობით. ერთგვარი საერთო შერწყმის გზით, ამ წყაროდან სარგებლობით, რომ რაც შეიძლება დიდხანს დარჩეს ზედაპირზე. აი ეს არის ის, რაც ისეთივე შიშს მიჩენს, როგორც ორმუზი, შეიძლება ცოტა მეცაც კი, იმიტომ რომ ვიმეორებ, ამერიკის შეერთებული შტატების ღულაბად გადაქცევა ცოტა არ იყოს გამაგიზიანებდა. მოусმინე ვისარგებლე იმით, რომ ეს იდეა მოგვაწოდე და ხელოვნურ ინტელექტს დაუსვი კითხვა, რომელიც, რა თქმა უნდა, წყაროებსაც გაძლევს. ევროპული ოჯახები ყველა ფლობენ დანაზოგების მარაგს ანგარიშებსა და დეპოზიტებზე, რომელიც დაახლოებით 12000 მილიარდ ევროს შეადგენს. ეს რიცხვი მინიმუმ 3-ჯერ არ ემატება ამერიკის შეერთებული შტატებისას. და ეს ამერიკის შეერთებული შტატებისთვის წარმოუდგენელია, რადგან ამერიკა ბირჟის მოძრაობებით ცხოვრობს. ანუ მთელი ერი ამით ცხოვრობს, ან ცხოვრობს. იმ თანხის ქონა, რომელსაც ბებიის ლოგინის ქვეშ ინახავ, პირდაპირ ვთქვათ, წარმოუდგენელი. და როგორღაც უნდათ, რომ ეს ფული გამოგაცალონ. რადგან შენგან ამის გამოტანა მათთვის გადარჩენას ნიშნავს. წარმატებებს გისურვებ. მაგრამ მათთვის გადარჩენა ნიშნავს იმას, რომ ჩვენ მხოლოდ ბებია დაბრჩება,
ლოგინიც კი აღარ გვექნება. აი, რადგანაც ეს თემა გამახსენდა ის, რასაც ჩატში კითხულობდნენ და ამით მათაც უპასუხებთ. სწორედ იმიტომ, რომ როცა საქმე ასია, ხო? იმ აზრით, რომ ჩვენც ხვდებით, რომ ფულს გვახვევენ თავს გადაიარაღებას თავიანთი იარაღით. საინტერესოა, რომ სწორედ SAAB-მა მოიგო, რადგან ევროპულმა ნატომ აირჩია Global Eye, რაც თუ არ ვცდები, იგივე AWACS-ია. ამაზე პირდაპირ ეთერიც ჰქონდა ანზარასთან, რომ გვეჩვენებინა რაღაც იცვლება. მოდით ნახოთ, AWACS-ის სფერო იყო ძალიან მნიშვნელოვანი, სადაც ამერიკელები, ევროპელებს ბევრს კიდდნენ. ვცდილობთ გადავერთოთ, ესე ვთქვათ, ჩვენს ევროპულ პროდუქტებზე, სანდოობის თვალსაზრისითაც, ნახე ესპანეთი, რომელიც F-35-ზე ხელახლა ფიქრობს. ამიტომ გარკვეულწილად ტრამპი თავისი უხეში მანერით და ასე შემდეგ ვერ იღებს იმას, რაც ნამდვილად უნდოდა. ანუ იარაღის ყიდვა-გაყიდვის თავს მოხვევას ჩვენთვის. და ბევრი ამერიკელი სწორედ განსხვავებულ ალტერნატივას ირჩევს. ამიტომ არ ვიცი, რამდენად იმუშავებს მისი გეგმა და როგორც სწორად აღნიშნა დანიელემ, რთულია მსხვილი იარაღის წარმოებლებისთვის შეთანხმებების დადება ტრამპის 350 მილიარდიან გეგმის ფარგლებში. თუ შეიძლება ორწენიწად ეს გეგმა შემცირდეს ან საერთოდ გაუქმდეს და არის უზარმაზარი ისტორია, ჩვენ პირდაპირ ეთერი ჰქონდა ანზარასთან, სწორედ სამხედრო შესყიდვებზე, რამდენჯერ იტალიაშიც კი იწერნენ 200 ტანკს ან 500 ჩენტაუროს და მე ისინი სულ უფრო ნაკლები ხდებოდა სიტუაციიდან გამომდინარე. ამიტომ რიკორდა ჩვენი მსმენელი გვახსენებს, რომ ჩვენ იტალიელებმა ავირჩიეთ Airbus-ი საწვავით მომარაგებლად და აღარ ავიღეთ Boeing-ი. ხოლო ესპანელებმა უარი თქვეს F-35-ს. ეს სერიოზული შენიშვნებია, არა? მადლობა იმას, ვინც ეს შეგვათხოვინა. დიახ, ეს კითხვა ორგანულად ჩაჯდა საუბარში, როცა ამ საკითხებზე საუბრობდი, რომ თქვათ უკვე პირველი ნიშნებია იმისა, რომ ხალხი იწყებს არჩევანის გაკეთებას. ხარჯავს კი ეს ამერიკელებისთვის დიდი დაცინვა იქნებოდა. დიახ, ჩვენ ხარჯავთ, მაგრამ შენს ნივთებს არ ვყიდულობთ. ეს ისე ბრუნდება ევროპული ეკონომიკის წრეში. ასე რომ ისე ჩვენ გვიწყობს ხელს და არა მათ. ბოლეთა ცუდი ამბავია, ესე რომ ცოტა ენთუზიაზმს შეგიმცირებთ. საპენსიო ფონდების გახსნის ახალი მართვის პირობებში ის ვალდებულება, რომ უნდა გქონდეს ეს მომსახურება, ხო? ახალი კანონის მიხედვით, პენსიებთან დაკავშირებით, გამოდის, რომ იტალიელებს ამ წლიდან ჩვენი მუშაკების TFR შეიძლება ამერიკულ ბირჟაზე ჩაიდოს. თუ არ გინდა ამის გაკეთება, უნდა თქვა, რომ არ გინდა, რომ ეს თანხა გაიტანონ და სხვანაირად გამოიქანონ. ეს ნიშნავს, რომ შენს მომავალს სამუშაოს შემდეგ აკავშირებ იმასთან, თუ როგორ წავა ბირჟა, ამერიკული ბირჟა. დავსენებთ, რომ ბირჟას დიდი ვარნები ჰქონდა არა მხოლოდ 1929 წელს, არამედ უკვე 2008 წელსაც. და ჩანს, რომ ბირჟის ვარნები დროთა განმავლობაში სულ უფრო და უფრო დიდი ხდება. ეხლა კი ტექნოლოგიური ბუშტის, ხელოვნური ინტელექტის ბუშტის შესახებ ხშირად საუბრობენ. ეხლა მიუხედავად იმისა, რომ ყველა უბედურების მების מחარებელი არ არის, ალბათ ვიღაცას მაინც ექნება ეს აზრი. მოусმინე, საინტერესოა ის, რასაც პაულო ამბობს, რადგან დაახლოებით 1 თვის წინ იუ ბარბატოსთან პირდაპირ ეთერი გააკეთა ხელოვნური ინტელექტის ბუშტზე. რადგან ბევრი რამ ტრამპს უკავშირდება. ტრამპმა ფაქტობრივად მისცა საშუალება ელონ მასკს, რომელმაც უდავოდ ლობირება მოახდინა, მათ შეცვალეს კანონი ისე, რომ მის კომპანიას, მიუხედავად იმისა, რომ არ ქონდა დადებითი ფულადი ნაკადი, შეეძლო ბირჟაზე გასვლა 15 დღეში. და გარდა ამისა, არსებობს ამერიკული კანონი, რომელიც პირდაპირ არ ავალდებულებს, მაგრამ ეს ცოტა თავის დაზღვევა იმ გაგებით, რომ ამერიკული 401k ფონდი, ანუ საპენსიო ფონდი, საერთოდ ის ჩვეულებრივ ინვესტირებს პირველ 100 კომპანიაში. და თუ შენ ინვესტირებ პირველ 100 კომპანიაში როგორც ბროკერი, რომელიც ვიღაცის საპენსიო ფონდს მართავს ამ ფონდის მეშვეობით, თუ შენ ინვესტირებ პირველ 100-ში, თუ კრახი მოხდება, შენ იურიდიულად პასუხისმგებელი არ ხარ, რადგან პირველ 100-ში აბანდებ ფულს. რაც ჩვენ შევნიშნეთ და რასაც ბევრი ამჩნევს, არის ის, რომ ამ მომენტში პირველ 100 კომპანიიდან 60-ზე მეტი ან ხელოვნური ინტელექტის კომპანია, ან დაკავშირებულია ხელოვნურ ინტელექტთან, ან მაინც ჩართულია რთულ ბიზნეს წრეში, სადაც მე ვყიდულობ ბარათებს და შენ აქციებს ყიდულობ მე და ასე შემდეგ.
რაც კლავს სწორედ იმ კანონის არსს. არსი იყო, რომ ბაზარზე პირველ ასში რისკი დივერსიფიცირებულიყო. პრობლემა ისაა, რომ პირველ ასში ბაზარი სულ უფრო და უფრო ხდება ან ხელოვნური ინტელექტის ბაზარი, ან ხელოვნური ინტელექტთან დაკავშირებული რაღაცების ბაზარი. ასე რომ დივერსიფიკაციაც ეს ყველაფერი ცხალში იხრება. თუ ხელოვნური ინტელექტის ბუშტში რამე მოხდება, ყველაფერი წაიღებს, არა ისე როგორც სუპრაიმებთან მოხდა. რა იყო ბაზრის 20%, ეხლა წაიღებს ბაზრის 60-დან 70%-ს. რადგან პირველი 100 კომპანია იმ ერთ დიდ რამესთანაა დაკავშირებული. და ჩვენ ჭკვიანები ვართ, იმიტომ რომ ჭკვიანები ვართ. ეხლა ჩვენ საპენსიო ფონდებსაც გვინდა მივაბათ. ნამდვილი გენიალურობა, ნახე, ამ საქმის გაკეთება. ალბათ ჯობია რომ ამ თემაზე ცოტათი ჯორჯიო არპარას და ვიღაცას მაგალითად ალა ბოლდრინის მოусმინოთ, რადგან მათ უკეთ შეუძლიათ ახსნა. მე გავიმეორე ისე როგორც გავიგე, მაგრამ პრობლემა არსებობს და უნდა აიხსნას. უდ გადავიდეთ მონდომებულთა პარადზე. ამას ასევე დავაკავშირებდი ანკარაში მომხდართან. ჩვენ ვიხილე დონალდ ტრამპი, თქვა, ცოტა უფრო მშვიდი ინგლისური ტერმინის დამოყენებით, ცოტა უფრო მოქნილი, ცოტა უფრო რბილი. მან ზელენსკისაც კი უთხრა, რატო არ მიდიხარ პუტინთან? მან უპასუხა, ნახე, არ შემიძლია, რადგან იქ საშიშია, ძალიან ბევრი უკრაინული დრონი დაფრინავს. მაგრამ იმ მომენტში ყველაფერი ძალიან ლამაზი იყო. იქ მე გაძლევ თქვათ ლიცენზიას, რომ გააკეთო პატრიოტის რაკეტები. ამაზე უნდა ვილაპარაკო კომპანიასთან. ანუ მან კომპანიასთან კონსულტაციის გარეშე უბრალოდ ასე თქვა. მაგრამ ნამდვილად მისი ქცევა ძალიან განსხვავებული იყო ჩვეულებრივთან შედარებით. იმდენად რომ სენატორი, რომელიც რამდენიმე დღის წინ გარდაიცვალა, რომელიც კი რესპუბლიკელი იყო, მაინც საკმაოდ ახლოს იყო, უკრაინის მხარდამჭერი, დღეს კი ამ მონდომებულთა აღლუმის შემდეგ მაკრონთან და სხვებთან ერთად ჩვენ უკრაინის მხარეს ვართ. სულად გუწევთ ვამბობ ამას, რადგან მაია და პაულო შემდეგ საკმაოდ ტექნიკურ საუბარს გავმართავთ და ასე შემდეგ. როგორც კი უკრაინელებს მცირე ამოსუნთქვის საშუალება ეძლევათ და რაღაც კარგად გამოსდით, მაშინ ყველა დამოდის. ეხლა რუსეთი იშლება, ინგრევა დაახლოებით ისე როგორც მაშინ როცა უკრაინელები სირთულეში იყვნენ. და მეორე მხრიდან ყველა ბაქიბუქა ამბობდა, კი, ეხლა რუსები კიევში მიდიან, ოდესაში მიდიან და ასე შემდეგ. ყოველთვის ეს ტენდენცია. ეს ომი არის ქანქარა. დაახლოებით როგორც ბევრი ომი, ისინი ქანქარებია, რადგან არც ერთ მხარეს არ აქვს ძალა რო სწრაფად დაასრულოს. ამიტომ არის ტენდენცია, რომ როგორც კი რაღაც პოზიტიური ხდება ერთ მხარეს ან მეორეზე, ტენდენცია, ყველაფერი უკიდურესობამდე გააზრიათ. დაახლოებით ისე, როგორც მაშინ როცა ისინი კურსში შევიდნენ. რაც ჩემი აზრით უკვე ეფექტს იძლევა, რადგან გარდაუვალია რომ ხედავთ სულებს და საპასუხო სულებს. ეხლა ეს აღლუმია, ჩვენ უკრაინის მხარეს ვართ. რა თქმა უნდა, მათ ასევე დაამტკიცეს დაფინანსება და გამოყვეს თანხები დრონებისთვის და ასე შემდეგ. მაგრამ ჩვენ ძალიან სერიოზულად უნდა ვისაუბროთ შავი გედის თემაზეც. მოულოდნელი მოვლენები, რომლებიც შეიძლება მოხდეს, ან წინასწარ ვერ განსაზღვრავთ, რადგან ამ ომში ბევრი ასეთი ვნახეთ. ამიტომ მე ეს ეიფორია არასდროს მქონია, არც 2023 წელს მქონია, როცა დასავლეთის მხარდაჭერის გაგრძელებაში მეპარებოდა ეჭვი. და ფიქრობ, საფუძვლიანადაც, რადგან ბევრი რამ ამერიკელებზე იყო დამოკიდებული. გამოცდილება გვასწავლის, რომ სომხებსაც შეუძლიათ რაღაცის თქმა, ქურთებსაც, ისევე როგორც ავღანელებს, რომლებიც ბოლო 20 წელიწადში დაიბადნენ. მაშ ეს აღლუმი რამდენად რეალურია ეს ყველაფერი, რამდენად ნამდვილი რამეა მაგიდაზე და რამდენად არის ეს უბრალოდ ფოტოსესია, რამდენად არის ეს პოლიტიკური ნაბიჯი და რამდენად არის რეალური შინაარსი. შენი თვალსაზრისი დანიელე. მაშ პოლიტიკური თვალსაზრისით შედეგი კარგია, მაგრამ არ არის დამორჩეული. არ დაგვავიცდეს, როცა გენერალი კაპიტენი დღეს საფრანგეთში ეროვნული დღესასწაულის შესახებ გვახსენებს, რომ ეს არის ბოლო, რომელსაც მოქმედი პრეზიდენტი მაკრონი აღნიშნავს, მან უმასპინძლა გუშინდა დღეს ევროპის უმნიშვნელოვანეს პოლიტიკოსთა უმრავლესობას.
ცხადია, რომ როდესაც ევროკავშირის როგორც ასეთი უუნარობა გამოიკვეთა, მათ ეს მსურველთა კოალიცია გამოიგონეს. ეს არის ერთგვარი ალიანსი მათ შორის, ვინც თანახმა, როგორც ხშირად ხდება სხვადასხვა თემაზე, მაგრამ ეს ყოველ ჯერზე მეორდება. პრობლემა ისაა, რომ თუ 27 წევრიანი ევროპა მხოლოდ ერთსულოვნებით და ვეტოს უფლებით მუშაობს, მაშინ იძულებული ხარ ამგვარ გზას მიმართ. ასე ვთქვათ, ხრიკებს მიმართავ, რომლებსაც დიდი ლიმიტი აქვთ იმ გაგებით, რომ პოლიტიკური მესიჯი არსებობს. ლავროვის რეაქცია, რომელსაც ადრე კაპიტინი ახსენებდა, საინტერესოა, რადგან ლავროვი ძალიან შეწუხებული იყო. თავდასხმა, რომელიც გუშინ პარიზში მათთან შეერთებულებზე რუსებმა განახორციელეს. მათი მხრიდან შეშფოთებით ნაკარნახევი იყო. რაც, რა თქმა უნდა, ასევე უკავშირდება იმას, რომ ადგილზე უკრაინელები მათ საკმაოდ მძიმე დამარცხებენ. მიუხედავად იმისა, რომ არ იგებენ, მაგრამ ნამდვილად შექმნეს შიდა პრობლემა რუსებისთვის. თუ თქვენ გადახედავთ რუსულ პროპაგანდას, ეხლა უკვე მათი პროპაგანდისტები ამბობენ, დიახ, ეს სიმართლეა. პრობლემებია, ბენზინი არ არის, ხდება რაციონირება. მაგრამ გახსოვთ 90-იან წლებში რუსეთში შუშის წაწმენდებს იპარავდნენ შუქნიშნებთან გაჩერებისას. მე მახსოვს, იქ ვიყავ, იქაც. მაშინაც, როცა შუქნიშანთან მიდიოდი. მოსკოვში ფრთხილად უნდა ყოფილიყავი. თუ გაჩერდებოდი, რადგან ფაქტობრივად შუშის საწმენდს მოგპარავდნენ. ანუ, ამით ამბობდნენ, რომ ეს ქვეყანა დასრულდა. ამიტომაც, ბევრად უფრო არაერთმნიშვნელოვანი სიტუაცია გაქვს. როცა მირკო შავგეძე ლაპარაკობს, სწორედ ეს არის რისკი. რისკი სწორედ ეს არის, ანუ რომ რუსებს შიდა პრობლემა უჩნდებათ. თუ სწორად მახსოვს, მათაც სექტემბერში ექნებათ არჩევნები. შიდა პრობლემა უჩნდებათ. თუ ნახავთ სოციოლოგიურ გამოკითხვებს, მოიცადა დანიელე, მოდი დავნიძლავდეთ, დამიფარავ. 1000 ევრო რო პუტინი გაიმარჯვებს. მაშასე გამოკითხვებში მისი რეიტინგი ჯერ კიდევ მაღალია, მაგრამ არა ისე მაღლა, როგორც 1 წლის წინ, 2 წლის წინ, 3 წლის წინ. დამოკიდებულება ტრამპის ანკარაში ნამდვილად შექმნა პრობლემები, ასევე მოსკოვშიც. დავამატებ კიდევ ერთ რამეს, რასაც გენერალი კაპიტინი წინაწამს ახსენებდა. რაც ჩვენ რამდენიმე დღის წინაც გავუსვით ხაზი და რაც ჩემი აზრით დღესაც კარგი იქნება გავიხსენოთ. დაიმახსოვრეთ, რომ ამერიკელებისთვის პრობლემა მხოლოდ ის არ არის, რომ ევროპელებმა მათ სიტყვას ასე სერიოზულად მოეკიდნენ და თუ იარაღის ყიდვა სჭირდებათ, ბოლოს და ბოლოს ყიდულობენ. მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ აუცილებლად ამერიკულ იარაღს ყიდულობენ. და იქ მინდა ვნახო, როგორ მოაგვარებენ ამას. მაგრამ როცა ტრამპმა თქვა, სულ მცირე ერდოვანს უთხრა ბოლოს და ბოლოს მოგხიდი F-35-ებს, ისინი ორივე წამოდგნენ. გაგიჟდნენ, არა მხოლოდ ნეთანიახუ, ისრაელელები უთხარი ისრაელელებს, რომ F-35-ებს თურქებსაც აძლევ, მაგრამ ბერძნული ლობი, ვინც შენს არხს უყურებს, იცის, ადვილად დასამოწმებელია, პატარაა. რიცხვებით რო ვთქვათ, რომ წარმოდგენა გქონდათ, იტალიურ ლობისთან შედარებით 1/3-ია. მაგრამ ბერძნული ლობი ძალიან ძლიერია ზოგიერთ შტატში. მაგალითად, ერთ-ერთი ასეთი შტატია, მაგალითად, ნიუ-ჯერსი. და არასდროს უნდა დაგვავიწყდეს, რომ შუალედური არჩევნები დეპუტატებზე ტარდება. არ ირჩევენ ტრამპს ან დემოკრატ კანდიდატს. ირჩევენ კონკრეტულ დეპუტატს. და როგორ აძლევს ხმას ის დეპუტატი შემდეგ პარლამენტში. როცა უნდა გადაწყვეტეს, გაყიდონ თუ არა, რადგან ეს საკითხი პარლამენტში უნდა გავიდეს, მართლა F-35-ები თურქებისთვის. და იქაც მან აურია ყველაფერი. ცდილობდა სიმპათიური ყოფილიყო, რადგან უთხრა კიდეც ნატოს შეხვედრაზე მხოლოდ იმიტომ მოვდივარ, რომ შენ მეპატიჟები. მაშ ხვდები, რომ ისეთ მექანიზმში ხარ შესული, სადაც ერთიანდება ის ბოლო ეტაპი, რომელსაც თქვენ ეხებოდით. როცა კაპიტინი ამბობს, ჩვენ ევროპელები ბევრად უფრო მეტ დანაზოგს ვქმნით,
ვიდრე შეგვიძლია ევროპულ ეკონომიკებში დავაბანდოთ, ამას ამბობს. ზუსტად ამას დაწერეს რამდენიმე თვის წინ მარიო დრაგიმ და ენრიკო ლეტა. ანუ რომ ევროპას არ აქვს საკმარისი საინვესტიციო შესაძლებლობები ევროპულ ბირჟებზე. და ეს პრობლემა. სხვა პრობლემა ისაა, რომ ჩვენ დღესაც ვიყენებთ ტექნოლოგიებს, ინტერნეტ ქსელებს, საკრედიტო ბარათებს, პრაქტიკულად ყველაფერს ამერიკულს. და სანამ მეგობრები, მოკავშირეები ვიყავი, თუნდაც ოდნავ დაქვემდებარებულები, ეს პრობლემა არ იყო. რატო? ჩვენ ამერიკელებისთვის საქონელს ვყიდით, ბევრად უფრო მეტ საქონელს, ვიდრე ამერიკელები ჩვენ გვყიდდნენ. სამაგიეროდ ისინი ჩვენთვის სერვისებს ყიდნენ. თუ მონაცემებს დააკვირდებით, დაახლოებით, მიუხედავად იმისა, რაც ტრამპმა შარშანი ლაპარაკა, ბალანსი იყო, მაგრამ იმ მომენტში, როცა დანარჩენ მსოფლიოსთან ურთიერთობა გაწყვიტე და განაცხადე, რომ წარმოებებს ამერიკის შეერთებულ შტატებში დააბრუნებდი, ამაში კაპიტანი მართალია, წელიწადნახევრის შემდეგ შენ არაფერიც არ დაგიბრუნებია. ცოდადა რომ განვითვირთოთ, ამ ქუდს გაჩვენებთ. ეს ქუდი, რომელსაც ყველა იცნობს, დამზადებულია კამბოჯაში. სხვა დროს ის მზადდებოდა ჩინეთში ან ვიეტნამში. მას ტრამპის თქმით, გასულ წელს ეს ქუდი კამბოჯაში მის წარმოებას შეწყვეტდნენ და ამერიკის შეერთებულ შტატებში აწარმოებდნენ. ნებისმიერი პირველი კურსის ეკონომისტი, საუბარი, სკოლა უთხრა, ნახე, კამბოჯაში ეს 20 ცენტი ღირს, ამერიკაში კი $10. გამოიცანი, რამდენი ქუდია. ტრამპის ქუდები დღეს ამერიკის შეერთებულ შტატებში მზადდება, არც ერთი. და ამიტომაც შენ დაპირდი, თითქოს გინდა დააბრუნო ის წარმოებები, რომლებიც იტალიამ 20-30 წლის წინ გააუქმა. იდივე გააკეთა იტალიამაც წარმოებები ჩინეთში, ვიეტნამში, კამბოჯაში და ასე შემდეგ დადაიტანა. ეხლა კი ამბობ, რომ დააბრუნებ იტალიაში და კიდევ რაღაც უნდა დამიმტკიცო. მაგრამ დღევანდელი ქვეყანა კიდევ შეძლებს იპოვოს მუშები, რომლებიც მზად იქნებიან ასეთი ტიპის სამუშაოს შესასრულებლად. რადგან სიტყვებით ადვილია თქმა, რომ სამუშაოს დავაბრუნებ. რთულია ამის განხორციელება. სინამდვილეში, რომ დავასრულოთ ეს საუბარი, რას მიაღწია ტრამპმა? ამერიკელები 20-30 წლის განმავლობაში სურდათ, რომ ევროპელები უფრო მეც დახარჯავდნენ შეიარაღებაზე, დიახ. მოახერხეს თუ არა, რომ ევროპელებმა მეტი ამერიკული იარაღი იყიდო. არც კი არც არა. სურდათ, რომ ევროპელები ფინანსურად დამოუკიდებლები გამხდარიყულან. ჯერ არა, მაგრამ ევროპის ცენტრალური ბანკის გეგმაშია ციფრული ევრო და ასე შემდეგ. ანუ ფრანგები ნახეთ მით უმეტეს, რომ გუშინ ძალიან მნიშვნელოვანი გამოძიება გამოვიდა, ფამოვიდა, ფრანგებმა ორგანიზება დაიწყეს. ასევე იმ სისტემებზე, რომლებიც ადრე ამერიკულს იყენებდნენ, ასევე ისეთ სისტემებზე, რომლებიც აღარ არის დამოკიდებული ამერიკის შეერთებულ შტატებზე, და რას ნიშნავს ეს? ეს ტრაექტორია, რომელიც დონალდ ტრამპმა დააყენა გზაზე, მე მათ უკვე ყოფილ მოკავშირეებს უწოდებ. ამას ახალი ამერიკელი პრეზიდენტით ვეღარ შეაჩერებ. იმ მომენტში, როცა შენ გააკეთე, როცა შენ გააკეთე ინვესტიცია, ეს გავს დონალდ ტრამპისას, მაგრამ ეს რა არის? ფანტასტიკურია, კარგი. შვეიცარიელი რო ვარ, უნდა ვთქვა, რომ ჩემს ცხოვრებაში ერთ-ერთი იშვიათი მხიარული შვეიცარიელია, ვინც გამიცნია. იმიტომ რომ ის ნამდვილად მხიარული შვეიცარიელია. ის შვეიცარიის კონფედერაციის პრეზიდენტია. ის კონფედერაციის პრეზიდენტია, ის ქუდიანი. არ ვიცი, არ არის ძალიან ლამაზი, არ ვიცი, შვეიცარიის ხალხი ხვალ დააფასებს თუ არა, ისე როგორც ჩვენ ვაფასებთ ამას. რაც ძალიან მხიარული ქმედება იყო, გულწრფელად ძალიან მხიარი. მოკლედ, საქმე ასეთია. შენ გაქვს სამყარო, სადაც გააღვიძა შიშები, შეშფოთებები. აიძულე პოლიტიკოსები, მათ შორის ევროპელებიც, დაესვათ კითხვები. მაგრამ თუ ხვალ რამე დამემართება, ამერიკელები დამეხმარებიან თუ არა? იმიტომ რომ ამაზე იყო დაფუძნებული 80 წლიანი ალიანსი სპარსეთის ყურეში. და ამით ვასრულებ საუბარს, პასუხი უკვე მივიღეთ ამ 3 თვის განმავლობაში სპარსეთის ყურეში, ყურის ქვეყნები, რომლებიც უკრაინელებისგან ყიდულობენ დრონებს. უკვე უპასუხეს ტრამპს. შენ არ დაგვიცავი.
და გაითვალისწინეთ, რომ დღესაც კი ამერიკული ბაზები სპარსეთის ყურეში დაიბომბა. ეს ნიშნავს, რომ ამერიკელები არა მხოლოდ ვერ იცავდნენ ყურის ქვეყნებს, არამედ ვერც საკუთარ თავს იცავდნენ ყურეში. ფრთხილად ეს ფაქტებია, რომლებზეც ვერ იტყვი, რომ მერე ვნახავთ მოვაგვარეთ, რადგან ასე მარტივად ვერ მოგვარდება. ეს უდავოდ სანდოობის დაკარგვაა, უბრალოდ საპირისპირო სიტუაცია. ამერიკული ბაზა უსაფრთხოების ნაცვლად პრობლემებს გიქმნის. და ეს ის საკითხია, რომელსაც არაბები აუცილებლად გაითვალისწინებენ. ერთ რაღაცას გეტყვი შენთვის, პაულო. ლავროვი ამბობს, რომ ევროპა ცდილობს შეასუსტოს შეთანხმებები აშშ-ს და რუსეთს შორის. ის ისე ლაპარაკობს, თითქოს თავისთავად მიიჩნევს, რომ ის შეთანხმებები, რაც ტრამპთან ალასკაში დადეს, ჯერ კიდევ ძალაშია. ზუსტად რომლები. იმიტომ რომ ჩემი აზრით, ტრამპს ეს საერთოდ არ აქვს ნათლად. გონია ტრამპს უკვე დავიწყებული აქვს, რაზე ისაუბრეს ალასკაში. ხო, მაგრამ ალბათ რომელიმე გულმოდგინე რუსმა ჩინოვნიკმა უთხრა. დაწერე, დაჯექი კალამს მოგცემ, დაწერე, რასაც ამბობ და მოაწერე ხელი. მით უმეტეს თუ ამას არ ჩაეჭიდებიან, საწყალი რუსები რა დარჩებათ ხელში. ანუ ჯერ კიდევ ჩინური უნდა ისწავლონ სასწრაფოდ, თუ უნდათ რომ ვინმეს ელაპარაკონ, ვინც აქამდე მოусმენს. დასავლეთის მხარეს ერთადერთი დადებითი რამ უკავშირდება შეთანხმებებს, ანკორეჯის შეხვედრას. სადაც ხედავთ, ჭამდნენ, რა თქმა უნდა, ძალიან გემრიელად ჭამდნენ, ზუსტად ისე როგორც ტრამპმა თქვა. შენთან მოვდივარ, რადგან ვიცი რომ იქ კარგად აჭმევენ, თურქეთში მოვდივარ. მხოლოდ შენთვის მოვდივარ. რადგან როგორც შენ აკეთებ, როგორც შენ აძლევ ალიატელეს, ეს მხოლოდ შენ შეგიძლია. აი ასე გამოიყურება ტრამპის მონაწილეობა ნატოს სამიტში. მხოლოდ ეს დარჩა რუსებისთვის დასავლურ ბანაკში. ამბობენ, ჩვენ თქვენს ლიდერთან რაღაცა წერილობითი შეთანხმება გვაქვს. ისინი შეერთებულ შტატებს ჯერ კიდევ ჩვენს უფროსად მიიჩნევენ და არ ცდებიან, მან ესა და ის დაგვპირდა. ის, რასაც ისინი ლამაზად უვლიან გვერდს, არის ის, რომ რასაც ჩვენი ლიდერი დღეს დაპირდება, ოთახიდან გასვლისთანავე უკვე დავიწყებული იქნება. ეს ქვიშაზეა დაწერილი, პაულო, ხო, კატის ქვიშაზე. კატის ქვიშა სინამდვილეში. ისიც კი თუ როგორ იყენებს კატა ქვიშას. აძლიერებს ქვიშის მნიშვნელობას გამოყენების შემდეგ. თქვენ თვითონ ნახეთ ეს ცოტა ელეგანტური პერიფრაზაა, მაგრამ ეს ფაქტია, ეს ამბავი გვაბნევს ჩვენ, ვინც მოკავშირეები ვართ. და წარმოიდგინე როგორ აბნევს ეს შენს მოწინააღმდეგეს. ამბობს, მე როგორ უნდა მოვიქცე. ანუ ესეთი რამეები სასურველია, რომ კიდე ცოტა ტრამპი ყვალდეს, კიდევ ერთი ნორმალური, ვისთანაც საქმეების გაკეთება შეიძლება. თუნდაც ცუდი, თუნდაც რეიგანი 2.0, 2.0, რაღაცა ვინც ისე ბრუტების იმპერიად მოიხსენიებს მათ, მაგრამ მაინც იცოდნენ, ვისთან ჰქონდათ საქმე. ძალიან მნიშვნელოვანია პოლიტიკაში იცოდე ვისთან გაქვს საქმე. რადგან ყველაფერი ამაზეა დაფუძნებული. ბოლოს მაინც ძველ კონცეფციას უბრუნდებით, ხელის ჩამორთმევას, რამდენად ღირს და რამდენად არა. რადგან თუ ის არაფერს ღირს, რამდენადაც არ უნდა მორთო ხელშეკრულებებით, განცხადებებით, პრესკონფერენციებით, ბოლოს მაინც ირკვევა, რამდენად ღირს შენი სიტყვა. ტრამპი ამტკიცებს, მისი ადმინისტრაცია და მისი ქვეყანა ამტკიცებენ, რომ სიტყვას ფასი არ აქვს, რომ მათ სიტყვა არ გააჩნიათ. რაც კიდევ უფრო ცუდია. სინამდვილეში გამიკვირდა, როცა ტრამპის მოსვლის დასაწყისში, ჯერ კიდევ არჩევნებამდე, ყველა გაზეთი წერდა, რუსები ტრამპის მხარეს არიან, მას დაეხმარნენ ხმების მოპოვებაში, ასეთ რაღაცებს წერდნენ. სინამდვილეში მე ვამჩნევდი ყველა რუს სამხედრო ბლოგერს, რომლებიც ამბობდნენ, არა, ჩვენ კამალა გვინდა, კამალა აუცილებლად. ერთი, ცოტა მისოგინიის გამო, უკეთესი იყო, არც ასულიყო. მეორე, იმიტომ რომ ის თუ ჩვენ ვეთქვით, რომ ბირთვული არას გამოვიყენებთ, ის მართლა შეეშინდება. ეს არის გაუკონტროლებელი ადამიანი. ერთი, მასთან შეთანხმებას ვერ დადებ. მეორე, თუ დაემუქრები, ის იმდენად გიჟია, რომ შეიძლება მართლა დაიწყოს ომი, უბრალოდ იმის დასამტკიცებლად. ასე რომ ის არის ბოლო ადამიანი, ვისთანაც გინდა საუბარი. უკეთესი იქნებოდა კამალა, რომელიც ბაიდენის ფენფრთალი ვერსია იყო. თუნდაც ასე არ ყოფილიყო, შეიძლება თვითონაც შეშინებულიყო, როცა ნახავდა ბაიდენის პოლიტიკას, რომელიც სუსტი იყო და წარმოიდგინე კამალას პოლიტიკა როგორი იქნებოდა. ასე რომ პარადოქსი ის იყო, რომ აქ ყველა ამბობდა თითქოს რუსებს ტრამპი უნდოდათ, მაგრამ სინამდვილეში მათ კიდევ უფრო ფერფრთალი და რბილი ბაიდენი სურდათ, რომელსაც კიდევ უფრო ნაკლები მტკიცენება და ზემოქმედების უნარი ექნებოდა. სანამ პირიმის საკითხზე გადავიდოდე, ვისარგებლებ შემთხვევით და მადლობას გადავუხდი სპონსორს, რომელიც რა თქმა უნდა ინკოგნი არის,
ფიქრობ თქვენც როგორც მე all-day-რებთ ცხეულს ზარებს spams ისეთი სერვისებისგან რომელთა გამოყენებაც არც კი გახსოვთ აი ეს უაზრო რობოტული ზარები რომლებიც ტარიფებსა და შეთავაზებებს გთავაზობენ როგორ დაგიკავშირდნენ ხო თქვენ დაბნეულები ხართ რატო ხარ დაბნეულები იმიტომ რომ თქვენ მათ ბაზაში გყავთ და როგორ აღმოჩნდით ამ ცხეულსიაში იცოდეთ თუ რომელიმე ვებგვერდზე დარეგისტრირდით ან უფასო სერვისით ისარგებლეთ რადგან ეს უფასო იყო ეს ნიშნავს რომ პროდუქტი თქვენი ყავით ეხლა როცა თქვენი მონაცემები აქვთ ისინი ამ მონაცემებს ყიდიან აი რას აკეთებს ინკოგნი ინკოგნი პრაქტიკულად არის სერვისი რომელიც თქვენი პერსონალური მონაცემების წაშლას უზრუნველყოფს როდესაც რეგისტრირდებით ჩვეულებრივ უთითებთ ელფოსტას პირად ინფორმაციას და მსგავს დეტალებს ინკოგნი რას აკეთებს? ის შუამავლობს მონაცემთა ბროკერებთან და უზრუნველყოფს თქვენი მონაცემების წაშლას. ამიტომ მიზანია შეამციროს იმ ინფორმაციის რაოდენობა, რომელსაც ინტერნეტში ტოვებთ. ეს რა თქმა უნდა გეხმარებათ, რომ არ მოხდეთ მარკეტინგული მიზნებისთვის შექმნილ სიებში, მაგრამ ყველაზე მთავარი ისაა, რომ ამით თქვენი ონლაინ ყოფნა მცირდება და შესაბამისად ნაკლები სატელეფონო ზარი, ნაკლები მიზანმიმართული შეტევა, თაღლითობა ან ფიშინგი გექნებათ. ამიტომ დაიმახსოვრეთ, რომ რაც ნაკლები მონაცემია ინტერნეტში, მით ნაკლებია თქვენი პროფილირების შესაძლებლობა. ინკოგნი სხვებისგან განსხვავებით თქვენს მონაცემებს არ ყიდის. რა თქმა უნდა, მისი ფასი ძალიან დაბალია, უпростоრად ძალიან იაფია და თუ ჩემს კოდს გამოიყენებთ, 60%-იანი ფასდაგლებაც გექნებათ. ბული, რა თქმა უნდა, აღწერაში და გამოკვეთილ კომენტარშია მითითებული. გარდა ამისა, ამით არხსაც უჭერთ მხარს, ეს არის ის, რასაც ვაკეთებ, დაიმახსოვრეთ, თუ ვერ დიპოვიან, ვერ შეგაწუხებენ. ამიტომ ინკოგნი არის თქვენი და ჩემი პრობლემების გადაწყვეტა. მე ყოველთვის ვამატებ ჩემს პირად ფრაზას. რა ფასს ანიჭებთ თქვენს დროს. რადგან მე მირჩევნია 15-ით ნაკლებ ზარს უპასუხო და უფრო მეტად ვიმუშაო. მოდი გადავიდეთ ყირიმის საკითხზე, ანუ რა ხდება, როგორ არის ეს აღწერილი და ასე შემდეგ. ყოველთვის არის ეს გადაჭარბების ტენდენცია, როცა რომელიმე მხარე მოქმედებს. ვკითხულობ ლოგიკურ შეცდომებზე, როგორიცაა დახრილი სიფრთხე, მოვლენების გარდაუვალობობა, ხო ასეა. დაახლოებით ისე როგორც ამბობენ, უკრაინამ უკვე წააგო. საათი გაახლეთ, უკვე 5 წელია რაც უკრაინა უნდა ჩამოიშალოს, ხო ასეა, მითიური შეტევები, რომლებიც არასდროს გვინახავს, ის ხარკივზე და სუმიზე, ზოგიერთი ავისო მასშტაბებლისგან. ეხლა, რა თქმა უნდა, ყველაფერი საპირისპიროდ ხდება. ფრონტზე ბევრი არაფერი ხდება, ყველაფერი საკმაოდ ნელა მიდის. ზოგი ამბობს, რომ პარაბოლა გარდაუვალია, საკმარისია ტენდენციას შეხედო. პირადად მე ის ტენდენცია, რომელსაც ვაკვირდები ყოველ შემთხვევაში, რაც შეეხება ფრონტს, არ ამბობს იმას, რასაც ზოგი ადამიანი ამტკიცებს. ეს იყო 2024-25 წლების ტენდენცია. ამჟამინდელი ტენდენცია კი ასეთია. ეს არის ამჟამინდელი ტენდენცია. ასე რომ, თუ ამჟამინდელ ტენდენციას დავაკვირდებით, მგონია, რომ ძალიან დიდი შენელებაა ფრონტზეც. ეს, რა თქმა უნდა, არ ნიშნავს იმას, რაც ხდება Kimball Speech-ში. და ეს ამის მაგალითია. სხვათა შორის ნებამომეცით. ამაზე 3 დღის წინ ვილაპარაკე და მეორე დღეს გამოვიდა ვიდეო Kimball Speech-ზე რობოტიზებული დესანტების შესახებ, როგორც ჩვენ წინასწარ თქვით. სინამდვილეში პაულოსთან, ან სწორედ ამ ტიპის დესანტების მნიშვნელობაზე და იმაზე ვსაუბრობთ, რა შეიძლება გააკეთონ. რას უმატებს ეს იმ კამპანიას, რომელიც უკვე მიმდინარეობს ნავთობგადამამუშავებელი ქარხნების და ენერგოსისტემის წინააღმდეგ კირიმში. იმ გემების წინააღმდეგ, რომლებიც ტრანსპორტირებენ არაიმდენად იმ მოჩვენებით ფლოტს, რომელიც ბენზინს და ნავთობს უცხოეთში ყიდის, არამედ ზუსტად ამ გემებს. დღეს ერთ კვირაში დავდექით იმ მდგომარეობაში, რომ 114 გემი, ნავი და სხვა ხომალდი დაზიანდა აზოვის ზღვაში. ასე რომ, ჩვენ ნამდვილად ძალიან ინტენსიურ კამპანიაზე ვსაუბრობთ. დაზიანებული, მაგრამ არა ჩაძირული, რადგან ყოველთვის გამოჩნდება ვინმე სულელი, ვინც იტყვის 114 გემი ჩაძირულიაო. რას რომ კაცო? არა. დრონები მათ აზიანებენ, მაგრამ არ ჩაძირავენ, ისინი საჭიროა. ზოგი ჩაძირულია ნავებით. 117 არის ბოლო განახლება. ეს ყველაფერი დისთვის არის საჭირო. და ეს არის ის კითხვა, რომელიც ჩვენ პაულოსთან ერთად დავსვით, როცა ცდილობდით შეგვერწყა ყველაფერი ოპერაციულ, ტაქტიკურ, სტრატეგიულ დონეზე, მაგრამ ასევე რუსეთის შიგნით მხარდაჭერის ეროზიის თვალსაზრისითაც.
ეს ასევე მოსამზადებელი ოპერაციაა. ამ თვალსაზრისით ისინი ცდილობენ გაანადგურონ ლოგისტიკა, შექმნან კრიზისული სიტუაცია, რომელიც შეიძლება გამოიწვიოს ვიდეოების გარდა ეს რაღაცები ხალხის უკმაყოფილება, მაგრამ ასევე მხარდაჭერის და ომის პოპულარობის შემცირებასაც. მაგრამ შენი აზრით რეალური მიზანიც აქვთ ეს სამი უკრაინული ბრიგადა, რომლებიც გადაადგილდნენ მიკოლაევში, ხერსონში, ნამდვილად შეუძლიათ გადმოსვლა მეორე მხარეს. გმადლობთ. მე გულწრფელად ვიმედოვნებ, რომ ასეთი რამ თავში არ მოუვათ. აგიხსნით რატო? იმიტომ რომ თუ რამეში ნამდვილად აკლია უკრაინელებს, ეს არის ადამიანი. ეხლა სამი ბრიგადა ბევრია, ეს არის დივიზია, არ აქვთ იმდენი რომ გადაყარონ. თუ თავში აქვთ იდეა რომ მცირე მასშტაბით გაიმეორონ კურსკის ოკუპაცია, თქვათ ესე, მაშინ ამისთვის კარგი საფუძველი ექნებოდათ. იმ აზრით რომ მე ვიბრუნებ შენს მიერ ოკუპირებული ტერიტორიის კარგ ნაწილს პრაქტიკულად. ვაჩვენებ რომ შემიძლია გავათავისუფლო და დავიბრუნო იმ ტერიტორიის ნაწილი, რომელიც შენ წამარჩა. ეს იქნებოდა მიზანი, რომელიც გამოიყენებოდა პროპაგანდისტვის, მხარდაჭერისთვის და ყველაფრისთვის, რაც ამას ახლავს. მხარდაჭერისთვის და ყველაფრისთვის, რაც არ უკავშირდება უშუალოდ ბრძოლის ველზე მართვას. დიახ, ეს უკავშირდება მართვას, მაგრამ ასეთი ქმედების მდგრადობის შესაძლებლობაზე ძალიან სერიოზული ეჭვები მაქვს. ესეთი ქმედების მდგრადობის შესაძლებლობაზე ძალიან სერიოზული ეჭვები მაქვს. რა თქმა უნდა, თუ ისინი დაიკავებდნენ და შეინარჩუნებდნენ პლაცდარმს ოკუპირებულ ტერიტორიაზე, ეს იქნებოდა სულ სხვა რამ, ვიდრე უბრალოდ დროშის აფრიალება განადგურებულ ფრონტზე. ეს იქნებოდა ფაქტი, სულ სხვა რამ, ვიდრე უბრალოდ დროშის აფრიალება დანგრეულ შენობაზე. ეს იქნებოდა იმის ჩვენება, რომ აი ჩვენ ვიბრუნებთ რაღაც ნაწილს. რაც კამპანიასთან ერთად, რომელიც ნამდვილად ძალიან ჭკვიანურად ტარდება ყირიმის გამოფიტვისთვის, იმიტომ რომ როცა ყირიმი მათთვის ხდება, არასაიმედოა კურსკის მიმართულება, არასაიმედოა ყირიმის კორიდორი, არასაიმედოა აზოვის ზღვა, ანუ აზოვის ტბა. რომ ამ ეტაპზე ერთადერთი შესყიდვის წყაროა ტრანსპორტის მხრივ, პაოლო, 30 ივნისიდან გემების რაოდენობა 267-დან 120-მდე შემცირდა. აი, დიახ, თუ ამას ყველაფერს არასაიმედოს გახდი, პაოლო, ყირიმი ნახევარკუნძულია. იმიტომ რომ ჩვენ ასე ვიგონებთ, მაგრამ რეალურად ის კუნძულივით იქცევა. ასე რომ, თუ კუნძულამდე ვეღარაფერი აღწევს ვერსაიდან, ორი ზღვისგან, შავი ზღვისა და აზოვის ზღვისგან და იმ მიწის ვიწრო ზოლისგან, რომელიც მას მატერიკთან აერთებს. იწყებ, არ მგონია რომ დაიწყებ ფიქრს მის დაბრუნებას. მაგრამ რუსებს აუცილებელი არჩევანის გაკეთებას აიძულებ, რადგან რუსები იძულებულნი არიან შეინარჩუნონ მას. ყირიმი იმიჯის გამო, სამხედრო მიზეზების გამო, რადგან ყირიმი ერთადერთი საზღვაო ბაზაა, რომელიც სამხრეთ რუსეთში დარჩათ. ამიტომ იდეა იმისა, რომ წავიდნენ და არ შეინარჩუნონ სევასტოპოლი და მსგავსი ადგილები, სრულიად გამორიცხულია. ამ მომენტში ყირიმის შენარჩუნება, ანუ მისი დაცვა დრონებისგან, კონტრდრონებისგან, პატარა ნავებისგან, ნახევრად ნავებისგან, რადიოელექტრონული ჩახშობისგან და ყველაფრისგანაც არსებობს, ეს ძალიან ბევრ ენერგიას მოითხოვს, რაც რუსეთს აქვს, მაგრამ არა ასე უხვად. ამიტომ ეს ნაწილი გეგმისა ძალიან კარგია, გეგმის ის ნაწილი, რომ სამი ბრიგადა სადღაც ქვემოთ გაგზავნო და იქ დატოვო. აი, ჩემი აზრით ეს არის ნაწილი. მე ციტირებდი კრინკეს, ისტორიკოს, რომელიც არცე ბედნიერი იყო. დიახ, ამბობდა, მოდი ცოტა შემაფერხებელ მოქმედებას ჩავატარეთ. იყო შემაფერხებელი მოქმედება, აწუხებდნენ და მორჩა როგორც კოღოები. სიტუაცია არ იცვლება. მინდოდა ეს საუბარი შენთვისაც დამეკეთებინა და თავადაც გავაკეთე ეს ლაივში, სადაც მარტო ვიყავი, რომ მე თქვა, ნახეთ, თუ დაიწყებენ მცირე დესანტის ოპერაციებს და ასე შემდეგ, ნუ მიაცევთ ყურადღებას იმას, რაც გაზეთებში მოხდება და რაც ნორმანდიის დისდესანტს D-Day-ს დაემსგავსება. უკვე ის ამბავი, რომ მცირე უკრაინული დანაყოფები კიმბურნის ქვიშაზე დესანდებიან, უკვე გააკეთეს ეს პატარა ნავებით და რობოტიზებული ერთეულებით. ეს უდავოდ უკრაინის სტრატეგიის ერთ-ერთი ფენაა, რომლის მიზანიცაა ყირიმის იზოლაცია, მისი
ფიზიკურად მოწყვეტა. ანუ ხიდებზე, ენერგოობიექტებზე, ნავთობ გადამამუშავებელ ქარხნებზე, სათვალის საცავებზე და თითქმის ყველაფერზე დარტყმით. დარტყმა ბარჟებზე, რომლებიც ერთი მხრიდან მეორეზე გადაჰქონდათ თვირთი, დარტყმა აზოვის ზღვემებს ზღვაში მყოფ გემებზე, დარტყმა მარიუპოლის, მელიტოპოლისა და ყირიმის ავტომაგისტრალზე, ამ რეგიონში არსებულ ხიდებზე. ეს უნდაოდ უკრაინული დანაყოფების მხრიდანაც შემაფერხებელი მოქმედება, რომლებიც თანდათან ამოწმებენ რუსეთის რეაგირების უნარს. ან შეიძლება ისინი თქვა clickbait-საც იყენებდნენ, რადგან უკრაინული დანაყოფების კიმბურნის ქვიშის ან ზოგადად ხერსონის სამხრეთით ყოფნის ამბავი არ მგონია კრემლს კარგად მოეწონოს. და ალბათ გაგზავნიდა ძალებს, რომლებიც თუ გამაგრდებიან. აქ არის მიზეზი, რატომაც ხშირად რუსები იკავებენ, პატრულირებენ და შემდეგ ტოვებენ ამ ზონას. რადგან ეს ფაქტობრივად დიდი სანაპიროა სირეს საფარით. თუ იქ დარჩები, დრონების თავდასხმების მსხვერპლი გახდები, ასე რომ შეიძლება სპეციალურადაც უბიძგონ ამ ზონების დაკავებას, რომ დანაკარგები განიცადონ. დიახ. გაითვალისწინეთ, რომ რეალური პოზიციების უმეტესობა, ანუ რუსული წინააღმდეგობის ხაზები, უფრო უკან არის, ხერსონის ქვემოთ არის გამაგრებული. და არასწორედ ამაზე ამწვერსე. ეს უდაოდ იქნებოდა ამბავი, რომელსაც ძალიან გააბუქებდნენ. მალე სიტყვას გადალცემ დანიელეს, რადგან მას მხოლოდ 5 წუთი აქვს და უნდა გაფრინდეს. შემდეგ მე და შენ და პაულო შეგვიძლია გავაქცევოთ. ასე რომ დრო იქნება თავისი სათქმელი თქვას, გთხოვ დანიელი. არა, მე ძალიან ყურადღებით გისმენდით, რადგან ბოლო თვეებში ყოველთვის საუბრობდნენ ხიდის განადგურებაზე, იმ ცნობილი ხიდის, რომელიც პუტინმა გახსნა. თქვენ კი ხსნით, რომ სტრატეგია სრულიად განსხვავებულია. როგორც ხვდები, ეს ბევრად უფრო დახვეწილია. ანუ თუ გაანადგურებდი, მე გამოჩნდებოდა რა იქნებოდა. სინამდვილეში რუკაზე რო ვუყურებ, შენ მათ ალყაში აქცევ და არასოდეს დამავიწყდება, რომ გათავისუფლების დღეს მოსკოვის აღლუმი პუტინმა ეს შეძლო, იმიტომ რომ ტრამპს სთხოვა, ზელენსკისთვის ეთხოვა, რომ წითელ მოედანზე არ ესროლა მას რაიმე პეტარდა. და შემდეგ, როცა დაიწყეს ყირიმზე თავდასხმა, პუტინმა გამბედაობა გამოიჩინა და თქვა, რომ ისინი რუს ტურისტებს, რომლებიც ყირიმში ისვენებდნენ, ართმევდნენ დასასვენებელ სეზონს. მოусმინე, აქ არის ერთი ძირითადი საკითხი. ვფიქრობ, ამაზე ცოტა ხანი შევჩერდები, რადგან დაბრუნდები. პირველი, ვფიქრობ, ყოველთვის არსებობდა წითელი ხაზი, რომ დასავლელებს არ მიუციათ მათთვის ხიდის განადგურების შესაძლებლობა. და მეორე, უკრაინის ახალ სტრატეგიაში, რომელიც სრულად ხორციელდება, თითქმის ყველაფერი, ესე ვთქვათ, მათი ძალებით კეთდება ბრჭყალებში, და მაინც არის სადაზვერვო ნაწილი და ასე შემდეგ. დაბრუნდნენ დასავლური ავაქსებიც ძალიან ახლოს შავ ზღვასთან, რათა პატრულირება განახორციელა. რუმინეთის სანაპიროებთან ისინი უდაოდ ეხმარებიან დრონების დაზვერვაშიც. გონია, რომ კეჩის ხიდი ღია დარჩება, რადგან ეს მაინც ხალხის გასვლის საშუალებაა. ამიტომ ისინი ბლოკავენ ლოგისტიკურ ხაზს, რომელიც კრიმიდან ამოაქვს თვირთს, ან ზემოდან კრიმში მიაქვს, ხიდი კი რჩება ხიდად, საერთოდ ჩვენ შემთხვევაში. ის არასდროს გამოუყენებიათ ესე ინტენსიურად სამხედრო თვირთის გადასატანად. მათ ყოველთვის არჩიეს ბარჟების და სხვა საშუალებების გამოყენება, ალბათ იმისთვისაც, რომ ზედმეტად არ მიექციათ ყურადღება გამოყენებაზე, ოყენებაზე. საბაბი მის დასარტყმელად. მით უმეტეს, რომ ის საკმაოდ დაცულია თავდაცვის თვალსაზრისით. ამიტომ ვფიქრობ, რომ უკრაინის სტრატეგია სწორედ გაგუდვის სტრატეგია. ეჭვი, რომელიც ყოველთვის მქონდა და კვლავაც მაქვს, არის ის, რამდენად შეძლებენ უკრაინელები ამ სტრატეგიის განხორციელებას, რადგან 2 თვის წინანდელი მონაცემებით მათ თვეში 5000 დრონს უშვებდნენ, ახლა კი 11500 უშვებენ. ეს ორგანული ზრდა არ არის. ეს ნიშნავს, რომ მათ გვერდზე გადადეს. და ზელენსკის განცხადებაც გამოვიდა, სადაც ამბობს, რომ 40 დღიან კამპანიას ჩავატარებთ. ესეც ჩემი თეზის მხარდასაჭერად მიდის, რომ ისინი ვერ შეძლებენ ასეთი ტიპის ზეწოლის ხანგრძლივად შენარჩუნებას. ყველაზე საინტერესო ისაა, რაც ჩემთვის შემდეგ მოდის. ფაქტორი, რომელსაც პაულოსთან ბევრს დავიხილავთ, ეს არის ცუწუნის თემა. რუსები ხშირად ამბობენ, რომ მე პოლიტიკით არ ვიყავი დაკავებული, არ ვფიქრობდი ამაზე. ისინი მოდიან იმ დროს, როცა შესაძლოა პუტინს კიდევ ერთი მობილიზაცია მოუწიოს. პესკოვმა სიტყვები შეცვალა, აღარ ამბობს, რომ ეს სპეციალური ოპერაცია, ამბობს, რომ ეს ომია და ასე შემდეგ. თუ შენ უკვე იქ პრობლემებს უქმნი, ომისადმი ხალხის მხარდაჭერას ამცირებ, რომელიც ისედაც მაღალი არ არის, შეიძლება მისთვის კი, მაგრამ ომის არჩევანზე ნამდვილად არა.
იმ დროს, როცა მას კიდევ ერთი არაპოპულარული არჩევანის გაკეთებაზე უნდა იფიქროს და ეს ჩიხამდე მიიყვანს, იმიტომ რომ ამას სრულიად უცბელად ვამბობ, თარიღი, რომელიც თავად პუტინმა 15 ჯერ გაიმეორა, ბოლოს რაც თქვა, დონბასის დაპყრობისთვის 15 ნოემბერია. ეს წარმოუდგენელია, უდგენელია. რუსები დონბასს 15 ნოემბრამდე ვერ დაიპყრობენ, დიდი ამბავია თუ დრუჟივკამდე მივლენ, ანუ კოსტიანტინივკის შემდეგ 15 ნოემბრამდე. და თუ წინსვლა უნდათ, აუცილებლად მოუწევთ მეტი ადამიანის მობილიზება ან სხვების პოვნა. და ვერ პოულობენ. საპატიმროებში აღარ არიან ადამიანები, ვინც მზად არიან წავიდნენ, გირკინისა და სხვების ჩვენებებიც ამას ადასტურებს, რომ თუ 2023-ში რიგი იყო, პატიმრები სამხრესაც ელოდებოდნენ ომში წასასვლელად, დღეს კი აღარავინ უნდა იქ წასვლა. ვილაცა მიკითხა მართალია თუ არა, რომ გადარჩენის საშუალო დრო 20 წუთია. არა, ყველაფერი კონტექსტში უნდა ითქვას. ეს 20 წუთი ეხება მხოლოდ იმ 10 კილომეტრს, რაც კონტაქტის ხაზზეა. არა ისე, რომ ყველა პირველივე მოქმედებაზე 20 წუთში კვდება, მაგრამ შეტევის ოპერაციის დროს იმ 10 კილომეტრში, სადაც დრონები დაფრინავენ, ასეა. საშუალოდ ესეთი ტიპის რეკრუტი, რომელიც ჩვეულებრივ პატიმარია ან ცოტა ავანტიურისტი ტიპი, ძალიან ცოტა ხანს ძლებს. მართლა ძალიან ცოტა ხანს. აზოვის ტყვეების საშუალო სიცოცხლის ხანძრიობა 2 თვე იყო. დიახ, ეს ძალიან საინტერესოა და მოგისმენთ, რადგან ეს საუბარი ერთ ფაქტს მახსენებს. რაც იმით არის გამოწვეული, რომ რამდენიმე თვე დაპირისპირების ხასიათი შეიცვალა. როცა ამბობ, რომ უკრაინელები უფრო ღრმად ახორციელებენ შეტევებს რუსეთში, მათ ამის გაკეთება შეუძლიათ. არა მხოლოდ იმიტომ, რომ მათ მეტი სამხედრო საშუალება აქვთ, არამედ იმიტომაც, რომ ისინი აღარ არიან ამერიკელებზე დამოკიდებული და აღარ აქვთ ის შეზღუდვები იარაღის გამოყენებაში, რასაც ამერიკელები უწესებდნენ. თანაც ამერიკელები მათ იარაღს აღარ აძლევენ. ამიტომ უდაოდ პუტინისთვის დაპირისპირების პირობები შეიცვალა. ამიტომაც ძალიან საინტერესო მგონია ის სცენარი, რომელსაც თქვენ განიხილავთ. კიდევ ერთხელ გემშვიდობებით, მომავალ შეხვედრამდე და ყველას წარმატებებს გისურვებთ. მადლობა. ნახვამდის, მადლობა დანიელე, ნახვამდის დანიელე. პაულო, მინდა ის მნიშვნელოვანი სათქმელი თქვა. ხო, ის მნიშვნელოვანი სიტყვა. არა. ტელეფონზე არა, ზევით. რას მოიცავს ამ ტიპის მოქმედება? ასევე დაგეგმვის თვალსაზრისითაც, რადგან ჩვენ ნამდვილად არ შეგვიძლია ვიცოდეთ რა არის მიზნები. ისენი საკმაოდ ახკარად ჩანს, მაგრამ ჩვენ არ ვიცით რისკენ მიისწრაფვიან უკრაინელები ამ ყველაფრით. ჩვენ ვარაუდობდით სტრატეგიულ მოლიფიკაციას. ახსოვს? თუ მე ვერ ვიღებ ჩემს შედეგებს, მინიმუმ შენსაც მაინც შეგიშლი ხელს. და თუ ჩანს, რომ ეს მიდგომა, რომელიც არაპირდაპირია, ასიმეტრიულია, მე პირდაპირ არ გებრძვი, უბრალოდ გიბლოკავ გზას და ვცდილობ სხვა გზებით დაგარტყა, არა იმისთვის, რომ სამხედრო მანქანა გავანადგურო, არამედ იმისთვის, რომ თავად ომის უწყვეტობა შევარყიო. დიახ, ეს საუბარი, რაც გუშინ ტელეფონით ჰქონდა, საჭიროებს გარკვეულ დაზუსტებას. ეს მიმართულია მათთვის, ვინც დღევანდელ ფაქტს ხედავს. ხარხანა იწვის, გემი იძირება, ჯარი გადმოდის, მეორე კი წყვეტილად მოდის. და ამას გამარჯვების ან დამარცხების ნიშნად აღიქვამს ერთი ან მეორე მხარისთვის. მაშ მე შემოგთავაზებდით ამ საკითხისადმი ცოტა უფრო ორგანულ მიდგომას, რადგან ეს იგივე ლოგიკაა, როგორც ის, რომ აი პენალტი მოგცეს, ეხლა აუცილებლად მოვიგებთ ამას, რადგან პენალტი მოგცეს. მაგრამ მინდა შეგახსენოთ, რომ ფეხბურთი თამაშია იმიტომ, რომ მას აქვს წესები, რომლებიც ორივე გუნდს აქვს გაზიარებული. ამიტომ არავინ აკეთებს ისე, თითქოს პენალტი არ ყოფილა, ან არ ატენებს 15 მეკარეს კაკარში, რადგან წესები ამას გრძალავს. ომს რეალურად არ აქვს წესები. გაზიარებული. და მას აქვს საიდუმლოებისა და დაბნეულობის ასპექტი, ხშირად თვითონვე მოედანზეც კი, თითოეულ მოედანზე. რაც ძალიან რთულია გასააზრებლად. აი მე მინდოდა ცოტა ყურადღება მიმექცია, ცოტა წესრიგი შემეტანა ამ თემაში. ჯერ ერთი ჩვენ არ გვაქვს დარწმუნებულობა, ვიცით თუ არა უკრაინული ერის ან რუსული ერის სტრატეგიული მიზნები. ანუ სინამდვილეში სად უნდათ მისვლა? ორივე მხარეს. გამოცხადებების, საჯარო ხელის ჩამორთმევებისა და ფოტოების მიღმა ჩვენ არ გვაქვს დოკუმენტი. ეს სამი ადგილია. ერთი რამ უნდა ითქვას. პაულო, არანაირი ტიზერი, გადავიდნენ ოფსექში, არაფერი უთქვამთ. უბრალოდ დაიწყეს მისი განხორციელება ეტაპობრივად, ხო ასეა? ჯერ დაიწყო ის კორიდორზე და ისაც სიღრმეში იყო.
შემდეგ კი მოულოდნელად დაიწყო ის ხო ის რაც ყირიმზე იყო. და შემდეგ დაიწყო. მაგრამ აქ უკვე ფაზის შუაში ვართ. ფაზის შუაში. აქ ფაზის შუაში ვართ. ფაზა ხედავთ პირველ ზონებს. პირველი ზონები სტრატეგიული დონისაა, ატეგიული. სტრატეგიული დონე არის ის, რომ გავიგოთ ზელენსკის წრე და პუტინის წრე. არა მხოლოდ ზელენსკის ან პუტინის. ამ ორ პერსონაჟს უნდა გაითვალისწინოს ის, რასაც ისინი წარმოიდგენენ, რასაც ისინი სურთ. და ისინიც, ვინც მათ საშუალებას აძლევს, რომ კიდევ დაიკავონ ეს ადგილი, ისე რომ არ ესროლონ. ესენი არიან ისინი, ვინც განსაზღვრავენ სტრატეგიულ ბიზნესს, რომლებიც არ აქვეყნებენ მათ, არ აქვეყნებენ გაზეთში. გვინდა ეს, გვინდა ის, იმიტომ რომ ბალანსი იმაზე, რაც მინდა გავაკეთო და იმაზე, რაც შემიძლია გავაკეთო, ანუ ბალანსი ჩემს შესაძლებლობებსა და სისუსტეებს შორის, არ არის ისეთი რამ, რასაც გაასაჯაროა. ვამბობდი, მინდა უკრაინა გადავატრიალო ეხლავე 15 დღეში. და ვიღაცა ამბობს, ნახეთ ბატონო, დიდი სიამოვნებით, ჩვენ ამას ვერ გავაკეთებთ. და უხსნის რატო? მაგრამ ეს ამბავი, რომ მოკლე დროში ამას ვერ გააკეთებს, ვერ გამოქვეყნდება. მეორეს მხრივ, ის მეორე ამბობს, ყველაფერს დავიბრუნებთ. ნახეთ ბატონო, ყველაფერს ვერ დავიბრუნებთ. არ ვიცით რატო, ამის გამო. ასე რომ სტრატეგიულ ოპერაციული დონე განსაზღვრავს, რა არის ომის საბოლოო მიზანი. სად გინდა მიხვიდე იმ საშუალებებით, რაც გაქვს, იმ გარემოში, რომელიც გარს გიცავს. რა გააკეთე? შიდა გარემოდან, ანუ შენი საზოგადოებრივი აზრი, შენი სამრეწველო და სამხედრო აპარატი, შენი ხელმძღვანელობის უნარი, შენი ხიბლი მოსახლეობის მიმართ და კიდევ ბევრი სხვა შიდა ფაქტორი. და გარე ფაქტორები, ალიანსების წრე, ფული საიდანაც გეწოდება, შესაძლებლობა, რომ მხარი დაუჭირო შენს ძალისხმევას. ეს ყველაფერი ერთად განსაზღვრავს შენს სტრატეგიულ მიზანს, რომლის განხორციელებაც გონია რომ შეგიძლია. და ეს მსჯელობა ორივე მხარეს დიდი გაურკვევლობის ფონზე მიმდინარეობს. არ არსებობს გარანტია, არა იმაში რომ მიაღწია, მაგრამ რა ხდება? ეს დიდი თვირთი გადაეცემა სამხედრო აპარატს. და ეს თვირთი გადაეცემა სამხედრო აპარატს, დიპლომატიურ აპარატს, სამრეწველო აპარატს, პოლიტიკურ აპარატს, დაზვერვის აპარატს და ყველაფერ ამას. ამ დონეებმა ყველა მიცის, რომელი დონე გინდა. და თითოეული თავის მხრივ ცვლილს შეაქვს. მე სამხედრო ასპექტზე ვსაუბრობ. სამხედრო ასპექტი ამბობს, შენ გინდა ჩემი სამხედრო ცვლილი ამ ოპერაციაში. აი ეს არის. ძალიან კარგი. ამ მიზნის მისაღწევად მე ვაძლევ დირექტივებს, ვაძლევ მანევრის გეგმას. ჩემი აზრით, ამ გზით ჩვენ მივახცევთ ამ მიზანს. იქნება ეს პუტინის თუ ზელენსკის. ამ მანევრის გეგმის მიხედვით, სადაც განსაზღვრულია რა უნდა გაკეთდეს, რა დროში, ვინ უნდა გააკეთოს და რა საშუალებებით. შემდეგ ეს გეგმა ეტაპობრივად ჩამოდის ქვედა დონეზე, კომპანიის დონემდე, სადაც უკვე ტაქტიკურ საკითხებზეა საუბარი. და აი ეს არის ის, რასაც ადგილზე ხვდებიან ყირიმის ერთ-ერთ სანაპიროზე, ის, ვინც უშვებს რაკეტას ან დრონს შიგნით ქვეყანისკენ, რთული გეგმის განხორციელების ფარგლებში, ერთი მხრიდან და მეორე მხრიდან. ეხლა რას ვხედავთ, რომ უკრაინამ კიდევ ერთი გეგმა შეიმუშავა თავისი სტრატეგიული მიზნის მისაღწევად, რომელიც ბოლომდე ჯერ კიდევ კარგად არ გამიდია, ბოლოს და ბოლოს რა არის? სრულით სისტემას და უნდა მივყვეთ რუსული სამხედრო სამრეწველო აპარატის ღრმად დარტყმას. უნდა შევარყიოთ შიდა ერთიანობა, უნდა შევარყიოთ რუსეთის პრეზიდენტობის პრესტიჟი, უნდა დავგეგმოთ მდგრადობის სერი. ეს არის ეკონომიკური ფორუმის მაგალითი, აქედან არაფერი შეცვლილა. უნდა ავიცილოთ თავიდან, რომ ეს ჩვენსავე წინააღმდეგ არ შემოტრიალდეს. ჩვენ ვახსენებდით ჩვენ საუბარში, თუ ამ დრონებიდან ერთ-ერთი, რომელიც იჯერს და კლავს 306 წლის ბავშვს, სადღაც რუსეთში. მთელი ეს სტრატეგია წყალში წავა. ამიტომ უნდა გააკეთო გარკვეული რაღაცები და მკაცრად აირიდო თავიდან სხვების გაკეთება. თუ მიზანი არის მხარდაჭერის შემცირება, შუაში არსებობს ექსპერიმენტირების რისკი. და ეს არის ოპერაციულ დონეზე გეგმა, ტაქტიკურ დონეზე გეგმა ითვალისწინებს ერთ საკითხს. ტაქტიკურ დონეზე ხა დრონების ომი და ეს არის ნამდვილი სიახლე რუსეთ-უკრაინის ომში, ხელს უშლის მანევრს. ამაში უბრუნდებით შედარებას პირველ მსოფლიო ომთან, რადგან ბინომი, ტრინომი, артиლერია, მავთულხლართი, ტყვიამფრქვევი იმ დროს მილიონობით ადამიანს ორმოში ამყოფებდა და იქიდან მოძრაობდა. ყოველ ჯერზე, როცა ცდილობდი ამოსვლას, იღებდი 20,000 გარდაცვლილს. მაგრამ საბოლოოდ
იმ ახალმა რამემ, артиლერიამ, ტყვიამ ფრქვევმა და მავთულხლართმა ომის იდეა 30 წელზე შეაჩერა. მეორე მსოფლიო ომამდე. ეხლა დრონების შემოსვლამ ომის ძველი იდეა შეაჩერა ალბათ 10-20 წლით. ამიტომ ტაქტიკურ დონეზე, როგორც რუსებმა, ასევე უკრაინელებმა თქვეს, რომ ვერსად ვერ მივდივართ. მოძრაობა შეიძლება მივიღოთ ოპერაციულ ან სტრატეგიულ დონეზე მიღწეული შედეგებით. აი დრონები, აი ასე ხდება ყველაფერი. რუსებს დაუბრუნდეთ. რატო არ აკეთებენ რუსები ამას და იმას? იმიტომ რომ კალენდარს რო უყურებენ, ხვდებიან რომ მაისში ფრანგები აძლევენ ხმას, იტალიელებიც აძლევენ ხმას, ყველაფერი იშლება, შეიძლება გერმანიაში კანცლერი შეიცვალოს. ტრამპი არავინ იცის, იქნება თუ არა პოლიტიკურად დასუსტებული. ანუ იციან რომ ერთადერთი რამ, რაზეც უკრაინელებს ნამდვილად არაფერი შეუძლიათ, ისაა რომ ისინი 100%-ით დამოკიდებულნი არიან დასავლეთის მხარდაჭერაზე. თუ უკრაინისგან დამოუკიდებელი მიზეზებით ეს მხარდაჭერა შემცირდება, ისინი ავტომატურად ფიზიკურად დასუსტებიან და გაიხსნება ახალი სცენარი, ახალი დაგეგმვა და შესაძლოა ახალი სტრატეგიული მიზნებიც კი. ამ ეტაპზე რუსები ამბობენ, დავიცადოთ და ვეცადოთ, გავძლოთ მინიმუმ ზამთრის დასაწყისამდე. ისინი იმედოვნებენ შავგედს. იმედოვნებენ. რაღაც რევოლუცია. ტრამპი თავისთავად შავი გედია, რადგან ხვალ რაღაცას გააკეთებს. და უკრაინელები იმედოვნებენ, რომ ზამთრის დასაწყისამდე შეძლებენ განსხვავებული პირობების დამყარებას. შეიძლება იმედოვნებენ, რომ ამ საკითხზე ცოტა გათვლები გააკეთეს. ასე ახსნათ რა არის შავი გედი. ანუ რასაც ვცდილობთ აგიხსნათ და რაც წიგნშიც დავწერეთ, არის ის, რომ ვინც არ უნდა დიდხრათ, უკრაინელებმა გაიმარჯვეს, რუსებმა გაიმარჯვეს. ან აცხადებენ გამარჯვებას ერთ ან მეორე მხარეს ომის დაწყებიდან ან მომავალ წლებში. ისინი არ იყენებენ სამეცნიერო კრიტერიუმს, რადგან მონაცემები თანდათან იცვლება და ახალი ჩნდება. მაგალითად, ნახეთ ეს კამპანია, ხო? ჯერ სიღმეში, მერე კორიდორზე, მერე ენერგეტიკულ სადგურებზე თავდასხმა იყო, შემდეგ მოვიდა მინიდესანტები რობოტებით, ახლა კი დაიწყო კამპანია აზოვში. ჩვენ რო გავიგოთ, რას აკეთებენ უკრაინელები, როგორც პოლიაჩინო, უნდა გავაკეთოთ საპირისპირო პროცესი. ყოველ ჯერზე, როცა ისინი ამატებენ ფენას, layers კამპანიაზე ვცდილობთ მივხვდეთ ამ ყველაფრის ერთად დაყენებით, მაგრამ ზუსტად არ ვიცით სად სურთ მისვლა. ნახოთ ნელ-ნელა. ხედავთ რაღაცებსაც ხდება და შეგვიძლია ვივარაუდოთ ლოგიკის გამოყენებით. მაგრამ როგორც ამ ომში ვნახეთ, იყვნენ ადამიანები, ვინც ფიქრობდნენ, რომ უკრაინელები არასდროს შევიდოდნენ კურსკში, იყვნენ ისეთებიც, ვინც ფიქრობდნენ, რომ რუსები 2024 წელს გაანადგურებდნენ უკრაინელებს 25 და ისინი კრიტიკულ წერტილებამდე მივიდნენ გარკვეულ მომენტებში, როგორც ერთი, ისე მეორე მხრიდან. იყო ისეთი, ვინც ფიქრობდა, რომ რუსებს 2022 წელს დონეცკში უკუაგდებდნენ და სინამდვილეში ორი შეტევა წარმატებული აღმოჩნდა. შავი გედი არის მაგალითი, როგორიც არის ჰორმუზის სრუტე. ვინც ფიქრობდა, რომ დონალდ ტრამპი ერთ დილას გაიღვიძებდა და ირანს დაბომბას დაიწყებდა, მაშინ როცა იმ მომენტში არაფერი ხდებოდა, ასე არის. ისინი არც განსაკუთრებით, თქვათ, გაბრაზებულები იყვნენ, არც რაკეტებს ისროდნენ და არც მხარდაჭერას უცხადებდნენ. შავი გედი ის მოვლენაა, რომლის წინასწარმეტყველებაც არ შეგვიძლია და ამ ომში ბევრი ესეთი შავი გედი გვინახავს. არა ისეთი დიდი რომ მთლიანად შეცვალოს სიტუაცია, მაგრამ შეიძლება არსებობდეს. ხვალ, როგორც ვთქვით, პუტინი შეიძლება გაიღვიძოს, უკვე იწყებენ ომის შესახებ საუბარს და არა სპეციალური ოპერაციის. შეიძლება მილიონი კაცი გაგზავნონ და ისევ უკრაინელები რთულ მდგომარეობაში აღმოჩნდებიან. შეიძლება შეიცვალოს ევროპული მხარდაჭერა, ტრამპმა შეიძლება მოულოდნელად შეიცვალოს აზრი, თუ ეს არჩევნებისთვის აწყობს და შეწყვიტოს უკრაინელებისთვის იარაღის მიწოდება. ეს იმისთვის, რომ გაიგოთ, ანალიზები მხოლოდ მოკლე დროის განმავლობაში აქტუალი, რადგან მონაცემები მუდმივად იცვლება და ბევრი რამ საერთოდაც ვერ პროგნოზირდება. რადგან ადამიანური გადაწყვეტილება ერთი ან მეორე მხრიდან არ არის ის, რასაც მე ადგილზე მოვიპოვებ. ადგილზე ნახეთ, რამდენ ინფორმაცია შევძელით მოგვეპოვებინა იმის შესახებ, რაც ყირიმში ხდება. და ასეა თუ ისე მგონია, რომ დაახლოებით 70%-ით გვაქვს წარმოდგენა იმაზე, რაც ხდება, რა არის ამ ალყის მიზნები, ამ სერიის მიზნები. მაგრამ ხვალდილით ზელენსკი შეიძლება სხვა რამეს გააკეთოს, იგივე ეხება პუტინსაც. ეს იმის სათქმელად, რომ ვინც ფიქრობს, რომ ამ ომის დასასრულის შესახებ სრული სიმართლე იცის, თქვენ ზღვა სისულელეებს გიყვებათ. და ასევე ძალაზე, როცა ამბობენ, რომ ეხლა უკრაინა, აი ეს არაერთხელ მომისმენია, ტელევიზიაში მომისმენია, ხშირად მიმეორებენ, რომ
ეხლა უკვე უკრაინა დამოუკიდებელია, შეუძლია დაარტყას, აწარმოოს იარაღი და დაარტყას როგორც უნდა. არა, უკრაინა ძალიან წინ არის ბევრი იარაღს აწარმოებს, მაგრამ დამოუკიდებელი არ არის იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ ეს იარაღი აშშ-ის მხარდაჭერისა და ტექნიკის გარეშე ვერ გამოიყენება. თუ უკან არ გიდგას მთელი სატელიტური დაზვერვის აპარატი, თუ არ ყავს ეს ყველაფერი, ეს მართვის სისტემა, სამიზნეების განსაზღვრის აპარატი, რომელიც გეუბნება, აი ეს არის გზა წასასვლელად, ეს არის გაქცევის მარშრუტი, ეს არის საჰაერო თავდაცვის პოზიცია, ეს არის საჰაერო თავდაცვის მზადყოფნის დონე. ეს ყველაფერი ძალიან ძვირფასი ინფორმაცია, რომელიც გაძლევს საშუალებას, არ ვამბობ, რომ ზუსტად მიზანში მოარტყა, მაგრამ მიაღწიო საკმაოდ კარგი გაფრთხილებით. ეს არ არის ავტონომია. ეს არის ის, რომ შეერთებულმა შტატებმა პირდაპირ მხარდაჭერა ქვემეხებში, რაკეტებსა და ჭურვებში გაცვალა. ანუ ეს ყველაფერს ევროპელები გიხდიან, უბრალოდ ჩვენ გვიხდიან ევროპელები. ჩვენ განვაგრძობთ თქვენთვის მიცემას. შეიძლება კიდევ უფრო მეტსაც გაძლევთ ამ სფეროში. და ამას კეთილშობილების გამო არ აკეთებენ. ამას აკეთებენ იმისთვის, რომ ეს სისტემები ოპერაციულ პირობებში გამოცადონ. ანუ იმ ინფორმაციის მასა, ეხლა არ მახსენდება, მაგრამ მირკო დამეხმარება, რომელი სააგენტოები ან კომპანიები აკეთებენ ამას, პალანტირიდან დაწყებული GPS-ის დამიზნების სისტემებამდე შეგიძლია შენ დაასახელო. რა თქმა უნდა, ძალიან ბევრი იყო, რომ ვერ ვახერხებთ. მომდიოდა ტროპიკანა, მაგრამ არ ბოდიშით არ მომეჩვენა შესაძერისად. მაგრამ ანთროპიკი. მეუბნე წავიდე შვებულებაში. უნდა წავიდე შვებულებაში. მაგრამ ამდენი ხალხი აქვს. სად იპოვის კიდევ შანსს შეაგროვოს გადამოწმებული მონაცემები ნამდვილი მტრის წინააღმდეგ, რომელიც არ არის თალიბანები ან 4 სასოწარკვეთილი კაცი უდაბნოში. ეს ხალხია, რომელსაც მაინც აქვს სააერო თავდაცვის ორგანიზაცია, აქვს სამეთაურო სტრუქტურა, აქვს კლასიკური საბრძოლო საშუალებები. რის გამოც შეგიძლია შენი არმიისთვის განავითარო. ის 300 მილიარდი ტრამპის, ის შესაძლებლობები, რომლებიც მათ აძლევს 20 წლის წინ სუპრემაციის მოპოვების საშუალებას. მოусმინე, ეს უზარმაზარი პოლიგონია, ეს სიკეთის ჟესტი არა. აქ ინტერესი არსებობს. ძალიან დიდი. პრობლემები, რომლებიც ასევე ეხმარება მაგალითად ფლამინგოს ხელმძღვანელობას, ანუ ხელოვნური ინტელექტის მეშვეობით ინფორმაციის მიწოდებას, სად გადაადგილდნენ დრონები, რაკეტები და ასე შემდეგ, ამას ისინი ნამდვილად აკეთებენ საკუთარი ინტერესებისთვისაც. ეს პრაქტიკულად ტესტია. ამას აკეთებენ საკუთარი ინტერესებისთვის. ეს არ ნიშნავს, რომ ელონ მასკი განსაკუთრებულად გულუხვია. თუ ის იყენებს Starlinks, ეს იმიტომ, რომ ეს დემონსტრაცია მთელი მსოფლიო ხედავს, რა მნიშვნელობა აქვს კერძო ინდუსტრიას, როცა ის Starlinks აწვდის. რაც კიდევ უფრო მნიშვნელოვანია, ეს სწორედ ის ელემენტია, რომელიც რუსებს აკლიათ, რომ მსგავსი კამპანია ჩაატარონ, როგორც უკრაინელებმა. იცი რა რეკლამა ესეთი რამე მწარმოებლისთვის. დიახ, მახსოვს, მინდა დავაფიქრო ისინი, ვინც ეს მოთმინებით გვისმენენ ამ ძალიან ცხელზაფხულის ღამეს, რომ ჯოვანი დელე ბანდენერეს დროიდან არ გვინახავს კერძო პირი, რომელიც ომს აწარმოებს. რადგან თუ საკითხი მხოლოდ ისაა, რომ გადაიხადო და მოგცემ სერვისს, დროთა განმავლობაში მოხდება ის, რომ რომელიმე შეიხი, რომელიმე მეორეხარისხოვანი დიქტატორი, რომელსაც ბევრი ფული აქვს, იტყვის, მოისმინე. მე ვიქირავებ. Starlinks ვიქირავებ და ქვეყნის ერთადერთ განმათავისუფლებელ მოძრაობას გავანადგურებ. რადგან სხვანაირად ფული არ აქვს, რომ იყიდოს. ანუ ომის მორალური ან პოლიტიკური ასპექტის სრული აღმოფხრა და მხოლოდ ეკონომიკური ასპექტის შემოტანა. ტოვებს შეშფოთების საკითხებს, რომლებიც ბევრად ცდება უკრაინას, ასევე ირანს და მომავალში ისრაელსაც. ეს არის კორპორატიული ომები, რომლებიც ბევრ სამეცნიერო ფანტასტიკაშია წარმოდგენილი, სადაც ფაქტობრივად არსებობენ მხოლოდ მეგაკორპორაციები, ქვეყნები აღარ არსებობს, მხოლოდ მეგაკორპორაციები, თავიანთი არმიებით, ტექნოლოგიებით და ასე შემდეგ. მინდოდა ეს გამომეყო ტენდენცია, რომელსაც ჩვენ ხედავთ, დემოკრატიზაციის თემის გარდა, ასე ვთქვათ, ომის დემოკრატიზაციის, რადგან ჩანს, რომ ორივე მხრიდან ერთმანეთს დრონებს ესვრიან, რადგან სწორედ ისინი ასრულებენ სამუშაოს ძირითად ნაწილს. უდავოდ, უფრო ეფექტურად უკრაინული მხრიდან, რადგან ხელოვნური ინტელექტის, Starlink-ის და სხვა ტექნოლოგიების წყალობით, უკრაინული დრონების გამოყენების მეთოდი აშკარად უფრო ეფექტურია ვიდრე რუსების.
ეს ამნიშნავს, რომ კლასიკურ დონეზეც რუსები ისკანდერებით და სხვა ყველა KH ტიპის რაკეტით, რომელსაც ისინი დიდი რაოდენობით ისვრიან. აქ შეგიძლიათ ნახოთ უკრაინული დარტყმების რაოდენობა. ანუ ყვითელი ვარსკვლავებით აღნიშნულია უკრაინელების მიერ დაზიანებული ობიექტები, წითელი კი რუსების მიერ. ამიტომ ყოველთვის უნდა გავითვალისწინოთ ყველაფერი. რუსები ატარებენ კამპანიას მთელი უკრაინის მასშტაბით. უკრაინელებმა ბუნებრივია, რადგან უფრო შეზღუდული რესურსები აქვთ, თავიანთი ძალები უფრო შეზღუდულ მიზნებზე კონცენტრირეს. რა თქმა უნდა, რომლებსაც დიდი ხილვადობა აქვს, რომლებსაც დიდი პოლიტიკური წონა აქვთ. რადგან ყირიმი იყო პუტინის სამკაული, მისი ყველაზე დიდი გამარჯვება და ასე შემდეგ. აქ არის უზარმაზარი სიმბოლიზმიც, კერჩის ხიხიდან დაკავშირებით და ასე შემდეგ. და პარადოქსულად, მე გამახსენდა ის, რასაც ინგლისელები ველინგტონთან ერთად პორტუგალიაში აკეთებდნენ, რა მნიშვნელობით. როდესაც შენ ხარ ზესახელმწიფო, კარგი, ისინი არ არიან საზღვაო ზესახელმწიფო, მაგრამ როდესაც ცდილობ დაუპირისპირდე უზარმაზარ სახმელეთო ძალას, არ გინდა პირდაპირ დაუპირისპირდე მათ ძირითად ძალებს. გინდა იბრძოლო პერიფერიულ თეატრში, რომელიც ამ ძალას ბევრ ძალისხმევას აკარგვინებს. ინგლისის ჩარევამ პორტუგალიაში პრაქტიკულად აიძულა თავად ნაპოლეონი წასულიყო იქ, რადგან მის გენერლებს ვერ შეეძლოთ ველინგტონის დამარცხება. და ამიტომ ეს ძალისხმევა ბევრად მეტი იყო, ვიდრე რეალური საფრთხე, რომელსაც ისინი წარმოადგენდნენ. ინგლისელებმა იმდენად, რომ მოგვიანებით მოუხდათ ესპანელი მეფეების გადაყენება. იქ ნაპოლეონის ძმა ჩასვეს, რომელიც სხვათაშორის გაიქცა, როცა საქმეები ცუდად წავიდა. ეს იმისთვის რომ გავიგოთ, ეს ძალიან გონივრული სტრატეგია, ძალიან ახლოს მათ ტერიტორიასთან და პარადოქსულად რუსებისთვის რთულია მისი შენარჩუნება. თავად რელიეფის ბუნებიდან გამომდინარე, ეს ნამდვილად ერთ-ერთი ყველაზე მოწყვლადი წერტილია, რაც რუსებს აქვთ. რატომ ესეთი ტიპის კამპანიას ბელგოროდში პრაქტიკულად არ ექნებოდა გავლენა? ვერ გამოიყენებდი იმავე მეთოდებს, რასაც უკრაინელები აკეთებენ. ამიტომ უკრაინელებმა გამოავლინეს ყველაზე სუსტი წერტილი, ყველაზე ძვირადღირებული წერტილი რუსებისთვის, რომლის შენარჩუნება, დაცვა და აღდგენა ყველაზე რთულია. და ჩემი აზრით, ისინი ძალიან ამყარებენ იმედს, უკიდურესად არათანაბარ ბალანსზე. რუსებისთვის ყირიმის შესანარჩუნებლად საჭირო ხარჯებთან შედარებით და უკრაინული კამპანიების ფასისა და ეფექტიანობის ფონზე. არა მხოლოდ ეს, არამედ თუ ხვალდილით დაიწყება მოლაპარაკებები ცეცხლის შეწყვეტაზე და შემდეგ მშვიდობაზე, დღეს შეგიძლია მაგიდაზე დაატენო ორი ფაქტი. პირველი, დონბასი მთლიანად არ აგიღიათ და ეს მართალია, მეორე, ყირიმი, რომელიც 2014 წელს წაგვართვით. ვერ ახერხებთ მის შენარჩუნებას, არა მხოლოდ ყირიმის შენარჩუნებას ვერ ახერხებთ, არამედ მის გარშემო ზღვებსაც კი ვერ ინარჩუნებთ. რადგან თუ გინდათ, შეგვიძლია დაგხვდოთ ნება, რომ ყირიმი შეინარჩუნოთ. და ეს არის ობიექტური მონაცემები. ეხლა ცხადია, რომ ამ პირობებით პუტინი არასდროს დაждდება მოლაპარაკების მაგიდასთან, რადგან ან მინიმუმ ამ ორიდან ერთი, ან დონბასი, ან ყირიმი, უდავოდ მისი უნდა იყოს. თუმცა იმისათვის, რომ ეს მოხდეს, უკვე საკმარისი იყო იმისთვის, რომ ტრამპსაც კი შეეცვალა აღქმა. ეს საკითხი ამ საუბარში აი ეს ასევე ეხება მიზნების განსაზღვრასაც. მე კი დიახ. გარკვეული ეჭვი მაქვს, რომ ეს ყველაფერი კიევის ჩანაფიქრი იყოს. იმიტომ რომ სამიზნეების შერჩევის, შეფასების, დადებითი და უარყოფითი მხარეების პროცესი იმდენად რთული, დეტალური და ხალხით სავსეა, რომ ვიფიქრებ, შენაკ რას აკეთებ. მე ვარ იმ მილიონიანი სამიზნეების შერჩევის ჯგუფის ნაწილი, იტყვი, მართლა? რას? მე უფრო ხედავ რაღაცას, რაც ბოლოს უკრაინის დამტკიცებას ექვემდებარება, გვეუბნება. ჩვენ მივიღეთ ულტიმატუმი, რომ ეს 25 უნდა დავფაროთ. თანახმა ხართ. ამბობს არა, შეიძლება ეს 22 კი, ესენი არ ვიცი. აი, უფრო მეტად ეს არის საქმე. დამოუკიდებელი შესაძლებლობა არმიისა, ნახე, არის ეს საკმარისი დრონების ფიზიკური წარმოების თვალსაზრისით. დიახ. არა, ეკი, მაგრამ სად გაგზავნო? დანარჩენი სად გაგზავნონ, რა დროში, რა არის სამიზნეები, ზიანის შეფასება და ასე შემდეგ. ბევრი დაგეგმვაა საჭირო. არის ბევრი გარე დაგეგმვა და ეს უკავშირდება უკრაინის სახელმწიფოს სისუსტეებს. რადგან თუ ამაზე მიდიხარ დარტყმას, აღმოჩნდები დრონებით და გაუშვებს სადმე დაეცემა. და აქ პაოლო რუსებისთვის სირთულე შემოვიდა. რუსებმა იციან, რომ დასავლეთის დიდი ხელი ურევია.
ხელოვნური ინტელექტის, დაგეგმვის, ევაქსების თვალსაზრისით, რომლებიც ნამდვილად დაფრინავენ უკრაინელებისთვის ინფორმაციის მისაცემად და მათ იციან, რომ ამას ვერ შეაჩერებენ. ეს საუბარი ძალიან ხშირად მიმდინარეობს რუს სამხედრო ბლოგერებს შორის. ისინი ამბობენ, რომ უკრაინელები მართლაც დიდ ზიანს აყენებენ და რომ ისინი კრიზისში გვაგდებენ, ღიმსა გვაგდებენ ყირიმსა და ნავთობ გადამამუშავებელ ქარხნებს. საქმე ისაა, რომ ისინი ფაქტობრივად უკვე თითქმის 90%-ით თვითონ აწარმოებენ დრონებს, რა თქმა უნდა, დაფინანსებულები არიან და ასე შემდეგ, მაგრამ ტექნიკურად ისინი ან აწარმოებენ, ან აწყობენ უფრო სწორად რო თქვა, თუ ზუსტად გვინდა ვიყოთ. ჩვენ როგორ უნდა მოვიშოროთ ის ელემენტი, რაც უკრაინელებს ამ ყოლაფრის გაკეთების საშუალებას აძლევს. იმიტომ რომ ლაბორატორიები ძალიან ბევრია და პატარა ზომისა. საზღვაო ინფორმაცია, მათ რამშტაინიდან აქვთ, სტარლინკიდან აქვთ, ხელოვნური ინტელექტიდანაც აქვთ და ასე შემდეგ. ჩვენ როგორ უნდა შევაჩეროთ ეს ყველაფერი? და იქ იწყება დისკუსიები. წვეთ მწარმოებლებს. ანუ ნაცვლად იმისა, რომ წვიტო, ნაცვლად მილის ბოლოსა მიდიხარ ონკანისკენ. ანუ თუ გინდა წყლის შეჩერება, ან აყენებს საცობს მილის ბოლოს, მაგრამ მე ონკანის წნევა მას აგდებს, ან კი ონკანს ხურავ. იმიტომ რომ დაცვა მეტი ანტიაერიული სისტემების წარმოება, კაცების დატენება როგორც ავტოსტრადაზე ყოველ 30 მეტრში ერთი კაცი კაპით, იკაცი კაპით, ეს გამოსავალი არ არის. ეს პალიატივებია. პრობლემას არ კურნავ. პრობლემა დროთა განმავლობაში გაიზრდება. უფრო მეტიც, ზუსტად იმიტომ რომ შესაძლებლობა შეიძლება ისევ დადგეს ალტერნატივა მილეისთან გახსოვს, როცა ის ამბობდა, ბიჭებო, აქედან წინ ვეღარ წავალთ. შეიძლება ალტერნატივა, როცა მაშინ შეიძლება ეს შეტევა, მაგრამ ვიმეორებ, შეიძლება არც პუტინს დაურეკავს ჩემთვის და არც ზელენსკის. შეიძლება მიზანი არის დაუბრუნდეთ უფრო ნაკლებად ძლიერი პოზიციისკენ და ამ ეტაპზე დავიწყოთ მოლაპარაკებები. იმის ცოდნით, რომ ყველას მოუწევს თავისი მწარე სიმართლის გადაკლობა. და აქ უბრუნდებით იმ საუბარს, რითაც ეს დისკუსია დავიწყეთ, ეს ფრაზა ემთხვევა იმ სტრატეგიულ მიზანს, რომელიც ომის დასაწყისში დაისახეს. თუ საერთოდ არ უკავშირდება, იმიტომ რომ თუ არ უკავშირდება, ომი გაგრძელდება, როგორც რუსეთის, ასევე უკრაინის მხრიდან. და ის ფაქტი, რომ ჩვენ არ გვაქვს წარმოდგენა რა არის მიზანი, არასურვილი. არა ის, რაც მომწონდა, ან რაც მინდოდა, შესაძლოა პუტინისთვის ნატოს გაუქმება სურდეს. ან ვინმესთვის ინფარქტი. ტრამპისთვის და საელჩოს დაბრუნება დედერში ეს კარგი, ეს მისი ოცნება. მაგრამ ამ ყველაფერსა და იმას შორის, რაც რეალურად შეუძლია გააკეთოს, გარკვეული განსხვავება. თეოოქს რო უპასუხო, თეოოქს არ არსებობს ჯამერი, რომელიც ყველა დრონს ჩამოაგდებს. ეს უსარგებლოა. ხელოვნური ინტელექტის წყალობით დრონები, ეხლა როცა თქვათ ხედვის ხაზს იღებენ, მიზანს ამოიცნობენ და შემდეგ თავიანთ გზაზე მიდიან. ასე რომ რადიოელექტრონული ჩახშობა პრაქტიკულად აღარ ჭირდება. ამას რო ვამბობ, არ ვიცი ნახე თუ არა ლაივი, რომელიც რამდენიმე თვის წინ ჩავწერე ჩიეკარე ლორსოში, სადაც მე მქონდა აღნიშნული. როგორც ყველა. ოსინტის ანალიტიკოსები ამჩნევდნენ უკრაინაში ინტენსიურ კამპანიას ანტენების, რადარების, საჰაერო თავდაცვის და სხვა მსგავსი ობიექტების გასანადგურებლად, რაც უდავოდ რაღაც სხვა მოქმედებისთვის მოსამზადებელი იყო. რატომ უნდა მიადგე კონკრეტულად იმ ობიექტებს, თუ შემდეგ სხვა რაღაცის გაკეთებას არ აპირებენ. და ჯერ უნდა გაასუფთავო ყველაფერი. ნელ-ნელა, თითო ნაწილად, თითო აგურად, ყველაფერი გამოიკვეთა. არა ისე, რომ იმ დღეს ეს იდეა მომივიდა, რომ კიმბერლოსვიჩი ჩავსულიყავ, იმიტომ რომ დილით დამასკოს გზაზე გამინათდა გონება. არამედ იმიტომ, რომ უკვე კარდახანია იმ რეგიონში უკრაინელები უკვე კარდახანია აქტიურად იყენებენ დრონებს, სერატეა, იმიტომ რომ NASAFERMS უკვე კვირებია ამ რეგიონში თერმულ კვალს აჩვენებს. რაც მიუთითებს, რომ აქ მასშტაბური დაბომბვა ან დრონების აქტივობა. უკრაინელები გამოჰყავთ პატარა რობოტი, რომელიც ნავიდან გამოდის, ამ რეგიონში 3 ბრიგადა გადმოიყვანეს და ჩემი საქმეა შევაგროვო ბევრი დეტალი, ისინი ერთად შევაერთო და ცადო გავიგო რა ჯანდაბა ხდება. სტრატეგიული პრობლემა აქ ისაა, რომ ამ ორი სტრატეგიით, როგორიც არ უნდა იყოს, მაგრამ რასაც ხედავთ, ომს ვერ იგებენ. იმ აზრით, რომ საბოლოოდ ტერიტორია არ იბრუნება, უბრალოდ იზრდება ზიანი, რომელსაც ერთმანეთს აყენებენ. დღეს ასე უყურე პოლკოვნიკ სტირპეს ლაივს, რომელიც სწორ რამეს ამბობდა.
ეს ორი სტრატეგია, რომელსაც რუსები უკრაინაში რაკეტებით იკანებენ, ცოტა იუგოსლავიის ომს მაგონებს, სადაც ფრონტის ხაზები არ იცვლებოდა, მაგრამ სროლა მაინც გრძელდებოდა. აქაც დაახლოებით იგივეა. ფრონტის ხაზები თითქმის არ იცვლება, მაგრამ სროლა გრძელდება სხვადასხვა ტექნიკით, სულ უფრო დიდი მასშტაბებით. და ამიტომ ეს შეიძლება ძალიან დიდხანს გაგრძელდეს. რუსები ალბათ იმიტომ, რომ აღარ სურთ ადამიანების დაკარგვა, ან უნდათ ნახონ, დარჩება თუ არა უკრაინისადმი პოლიტიკური მხარდაჭერა, ხოლო უკრაინელებს არც რესურსი აქვთ და არც ხალხი, რომ შეტევას სცადონ, მაგრამ შეუძლიათ ცეცხლის ინტენსივობა გაზარდონ. ამიტომ ეს ომი შეიძლება ესე ცეცხლის გაცვლით გაგრძელდეს წლებიც კი, თუ ის ფაქტორები, რომლებიც მას ამაგრებს, უცვლელი დარჩება. შავი გედი ყოველთვის გარს მიღმა. მე არ ვიცი რა მოხდება 2 წელიწადში ევროპულ არჩევნებზე, ან რა მოხდება იმ გადაწყვეტილებების მიხედვით, რომელსაც ვლადიმერ პუტინი მიიღებს რუსეთის შიგნით, მაგრამ თუ ასე დარჩება, ფრონტი თითქმის გაჩერდება და უბრალოდ ორივე მხარეს იქნება დანადგურება. შემთხვევითი არ არის, რომ რუსებმა ბოლო დღეებში ოდესა დაბომბეს და დაივიწყეთ ის, რასაც მედია ამბობს. მოარტყეს ორ გემს, თუნდაც თებსაჭერი გემები და ასე შემდეგ, რომლებიც დესაში იყვნენ. ეს გემები თებსაჭერი არ იყო. ეს იყო გემები, რომელთა შიგნით უკრაინული დრონები, დრონავები და ასე შემდეგ იყო. ზუსტად ისე, როგორც ჩვენ ვაკეთებდით, როცა ღორები გამოყავდით ესპანეთის ყურეში, რომ ინდის სელებზე შეგვეტია. ამიტომ მათ შეისწავლეს, რადგან ორივე როგორც სიახლოვის, ასევე ცოდნის გამო, ორივეს აქვს ჰიუმინტის სადაზვერო ქსელი ერთმანეთის ქვეყნებში. ასე რომ, ოდესაშიც იყვნენ ჯაშუშები, რომლებიც ნამდვილად ატყობინებდნენ, რომ ეს უკრაინული თევსაჭერი გემები თითქოს თევზაობდნენ, მაგრამ სინამდვილეში დრონებს უშვებდნენ. ზუსტად იგივე ხდება მეორე მხარესაც. უკრაინელები აკვირდებიან, რას აკეთებენ რუსები და არსებობს უკრაინელი აქტივისტებისა და ჯაშუშების ქსელი ყირიმში, რომლებიც ნამდვილად ატყობინებენ, შესაძლოა აფასებენ და ზიანსაც აყენებენ უკრაინელების სახელით. ეს ორი ფაქტორი ალბათ ომს კიდევ უფრო შორეულ პერსპექტივად აქცევს. სულ უფრო ნაკლები მზადყოფნა ორივე მხარეს, რომ ადამიანური რესურსი გამოიყენა. თუ არ გამოჩნდება ცნობილი შავი გედი, რომელიც ყველაფერს შეცვლის. უკრაინელებისთვის ეს ნიშნავს გარე მხარდაჭერას, რუსებისთვის კი ალბათ მოსახლეობის სრულის ნაკლებობას, რომ გააგრძელონ ეს ომი. ეს ნამდვილად მისთვის ყველაზე საშიში რამაა. ვითხოვდი, რომ ყველაფერზე ყველაფერი ვთქვით, პაოლო, არ ვიცი, შენ თუ გაქვს ამე დასამატებელი. ვისაც არ იცის, საფრანგეთი ორი ბურთით აგებს, დღეს მათი ახალი ეროვნული დღესასწაულის დღეს, საფრანგეთი ესპანეთთან 2 გოლით აგებს. ვისაც არ იცის. კარგად არ ზეიმობენ. არა, კარგად არიღებენ ამას. პირველ ყველაფერი ვთქვით, დაფიქრდით ამ საკითხებზე, დაივიწყეთ ეს ყველაფერი, როგორც ყოველთვის ვამბობდით წლების განმავლობაში, ვინც გეუბნებათ, ეს დამთავრებულია, ის დამთავრებულია, ისინი დაინგრევიან, ისინი არ დაინგრევიან და ასე შემდეგ. შეგვიძლია უბრალოდ ნახოთ, როგორ განვითარდება მოვლენები, ვეცადოთ გავიგოთ რა არის მიზნები და როგორც ცეროდენასავით ან დეტექტივივით თითო მინიშნებას მივყვეთ. ეს არის მაქსიმუმი, რაც შეგვიძლია დავაკეთოთ. ომების წინასწარმეტყველები არ არსებობენ. მადლობა ყველას, ვინც მოყვა ამ ძალიან ცხელ ივლისის ზაფხულშიც. მადლობა გენერალს, მადლობა დანიელეს, რომელიც შემოგვიერთდა. ალბათ შაბათ კვირას შევხვდებით. ხამემშვიდობის.